საერთო ფლოტის ნახევარი დაკარგეს და არმიის მძიმე ქვეითების, კერძოდ ჰოპლიტების 1/3 დაკარგეს. 30,000-დან 10,000 დაეღუპათ იქ. ჩვენ ვხედავთ უკვე პერმანენტულ ღალატებს. ეროვნული ინტერესების სახელმწიფო სპარტა წავიდა ეროვნულ ღალატს. ალკიბიადა წავიდა ეროვნულ ღალატს. მარტო თავის ქალაქს კი საბერძნეთს უღალატა უკვე როცა ეს რჩევა მეც. მოხდა ასეთი ამბავი. სპარტის მეფეს აგის ყავს ცოლი ძალიან ლამაზი ქალია ტიმეა. ტიმეა შეაცდენა ალკიბიადა. დაადგა აგის რქები თავს. სპარტელების მეფის ამათმა ალკიბიადაც გადააგდეს, სამოსის ფლოტიც გადააგდეს და სპარტაში გააგზავნეს ელჩობა და კაპიტულაცია შეუთვალეს. რომ გნებდებით. მას ჭირდება 1000-ში რო ჩავიდეს, მანამდე ჭირდება გამარჯვებები რა. ასე ვერ ჩავა რა. დაიწყო რა. ისე მართლა ფანტასტიკური სარდალია. 3 წლის განმავლობაში სადაც წაასვლა სპარტელებს დედაუტი რა. სასაულებს შვება. სპარტაში ჩადის წერილი ფლოტიდან სპარტის დამარცხებული გალახული ფლოტის სარდლები წერენ სპარტაში წერებს. ლაკონურად, მოკლედ. გამარჯვება დაგვეკარგა, შიმშილობთ, რა ვქნათ. ლაკონო. წაიმი ათენში რა. ეს გამოიყვანს დილი ფლოტს, აიწევს მას დაალაგებს, ხო და გამოდით თუ მაგრები ხარ და გამოვიდნენ ისინი სპარტელები და დაამარცხეს სასტიკად. 30 გემი დაკარგა. 3 წელია ერთი შეტაკება არ მოუგიათ არსად სპარტელებს და უმცირესი 60 გემით 80 გემი დაამარცხა. 30 გემი დაკარგეს. სახალხო კრებას მიიღეს რა ალაღენეს ალკიბიადა სადლობი. დემოკრატია იმუშავა. და აპრილში ათენი დაეცა. სპარტელებმა გაიხარჯეს. დაეცა. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. მოგესალმებით მეგობრებო, დროების YouTube არხის მაყურებლებს, მსმენელებს, ძალიან დიდი მადლობა ასეთი აქტიური გულშემატკივრობისთვის. განვაგრძობთ გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში, რომელსაც უძღვება ისტორიკოსი გუბა სანიკიძე. გუბასთან ერთად ჩვენ მოგითხრობთ მსოფლიოს კაცობრიობის ცივილიზაციების ისტორიის შესახებ. ძალიან საინტერესო ეპოქები გამოვიარეთ და არა მხოლოდ ერთი ეპოქა. ვსაუბრობთ ძველ საბერძნეთზე, გამოვიარეთ კლასიკური საბერძნეთის ეტაპი, ოქროს ხანა ფაქტობრივად საბერძნეთის და აი ამ რამდენიმე ბოლო გადაცემის განმავლობაში უკვე დეტალურად აღვწერთ პელოპონესის ომების მიმდინარეობას, ამ მხრივ დრამატულობით გამოირჩეოდა წინა გადაცემა. დარწმუნებული ვარ თქვენ უმეტესობა თქვენგანმა ნახა ეს გადაცემა და გავჩერდით ისეთ საინტერესო წერტილში, რომლის განვითარებაც მე პირადად ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პარალელი აღმოვაჩინე, მათ შორის საქართველოს ისტორიასთან, საქართველოს ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებთანაც. გუბას განვაგრძოთ პელოპონესის ომები. ხო, დიდი მადლობა, მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, მადლობთ ყურადღებისათვის, თანადგომისათვის, ლამის თანაბრძოლისათვის. მე მიხარი ერთი რამ, რომ გარკვეულწილად რაღაც ინტელექტუალურ კლუბად ვყალიბდებით ერთად, მეც გიორგიც, აი ეს ჯგუფი, რომელიც გვეხმარება და თქვენ რაც მთავარია, ვინც გვიყურებთ და გვისმენთ რა და თქვენი კომენტარების დონეც, განწყობაც, ეთიკაც
გარკვეულწილად იმედებს და ოპტიმიზმს გვიღვივებს ჩვენ, რომ ადამიანები ვართ შეკრებილები ერთ დიდ კლუბში, ჰეტერიაში და ვარქვათ ასე, რომელსაც ქვია მოგზაურობა წარსულში და აქ ადამიანები ამ ჰეტერიაში არიან მხოლოდ და მხოლოდ ცოდნისათვის, ინფორმაციისათვის, განათლებისათვის და ასე რომ რაღაც საერთო სამეგობროს განცდა მაქვს თქვენთან ერთად. ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა ამისათვის, ხო? ხო გავაგრძელოთ ის დრამატული ეპოპეა, რასაც ქვია პელოპონესის ომები, რომელიც საბოლოო ჯამში, საერთო ჯამში 27 წელი გაგრძელდა, 431 ძველი წელთაღრიცხვის 431 წლიდან 404 წლამდე. ამთავრდა საბოლოო ჯამში საბერძნეთის განადგურებით და მოსპობით და მოთხრით. მე რომ გითხოთ, გამარჯვებული არც ყოფილა არავინ. დამარცხდა ჰელადა. ხო, ბოლო ჩვენი ლექცია შევწყვიტეთ სიცილიის კატასტროფით. ახლა ერთი სიტყვა კატასტროფა და 25 საუკუნის მერე ჩვენ ვაფასებთ და შეძრწუნებულები ვართ იმ ტრაგედიის მასშტაბებით, რაც ათენს დაემართა სიცილიაში 40,000 კაცს დაეღუპათ იქა და ტყვეთ ჩაუვარდათ. ფაქტობრივად მთელი ფლოტი დაკარგეს ამას. ფლოტის, აი საერთო ფლოტის ნახევარი დაკარგეს და არმიის, აი მძიმე ქვეითების, კერძოდ ჰოპლიტების 1/13 დაკარგეს. 30,000-დან 10,000 დაეღუპათ იქა. ეს იყო კატასტროფა. ათენში ინფორმაცია ჩამოვიდა ასე ნაწილ-ნაწილ, რაღაც ფრაგმენტალურად, პირველად სადალაქვეებში გაიგეს პორტში, ვიღაცა ახლა პორტი არის მიმოსვლის ადგილი და ვიღაცები ჩამოვიდნენ, რომ აი თქვენი ამბავი ცუდად არის სიცილიაში, ქალაქში დიდი პანიკა ატყდა. ფაქტიურად ამბის ჩამომტანიც კი არ ჩამოსულა იქიდან. 1000-ობით დაიღუპა, 1000-ობით ტყვეთ ჩავარდა, რამოდენიმე ასეული კაცი დაბრუნდა მერე, ნაწილ დაბრუნდა ათენში. საშინელი შოკი იყო ქალაქისთვის. შეიკრიბნენ ეკლესიაზე, სასოწარკვეთა ეს სხვათა შორის ჰქონდათ ათენელებს და ზოგადად ბერძნებს, ძველ ბერძნებს. შოკიდან მალე იცოდნენ გამოსვლა. ეს შოკი შეიცვალა შეუპოვრობით და ახალი გადაწყვეტილებების მიღების სურვილით და დაიწყეს მობილიზება. ახლა ომი გრძელდება უკვე ალკიბიადეს რჩევებით, სპარტელებმა უკვე ომის წარმოების ტაქტიკაც და სტრატეგიაც შეცვალეს. გახსოვთ თქვენ, რომ ალკიბიადემ ურჩია სპარტელებს რამოდენიმე ძალიან სერიოზული რჩევა მიცა. პირველი ალკიბიადის შესახებ ორი სიტყვით თქვათ, მაინც შეიძლება ვინმე წინა გადაცემა არ უნახავს. ისე ვიცი როგორ არის, რა თქმა უნდა, გავიმეორებ, მაგრამ ნაწყვეტად არ გამოვა, იმიტომ რომ ეს ამ შემთხვევაში რაღაცა სერიალს დაემსგავს ეს ახლა წინა სერია თუ არ იცი მეორე სერიას ვეღარ გაიგებ. თუმცა არსებობს სერიალები, რომელიც შეგვიძლია 7-დან დაიწყო, ხო? ახლა ჩვენ ასე არა ვართ ნამდვილად. ალკიბიადე არის დიდი ათენელი მოღვაწე, სარდალი, სამხედრო ლიდერი, მაგრამ აბსოლუტურად ზნედაცემული ადამიანი. ნიჭიერი თავანკარა სიბოროტე, რომელიც აფერზე უკან არიხევს საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების გამო და თუმცა მას ძალიან უსამართლოდ მოექცნენ ათენში აბსოლუტურად უმიზეზოდ აუგორეს სასამართლო პროცესი, სადაც მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ღვთის გმობისათვის და ამიტომ ის მტრებთან გაიქცა, სპარტაში გაიქცა. და მან ძალიან საგულისხმო და სარგებლიანი რჩევები მიცა სპარტელებს, რომ კერძოდ უთხრა, ყოველ წელიწადს კინო მიდიხართ იქ ათენში სალაშქრო და მერე უკან რო ბრუნდებით, არა. გამაგრდით დეკელიაში, დეკელია იყო ათენური ციხესიმაგრე, ათენიდან 18 კილომეტრში. იქ ჩააყენეთ მუდმივი გარნიზონი და გამოუცხადეთ ათენში მყოფ მონებს, შეუთვალეთ, რომ ვინც გამოიქცევით, გაგანთავისუფლოს. სხვათა შორის 20,000 კაცი გამოიქცა.
გაიქცა სპარტაში. სპარტის დეკელიაში გაარბოდნენ და უმეტეს წილად მე ესენი მიდიოდნენ ხელფასებს ურიგებდნენ. უმეტესად მე ეს მონები მიდიოდნენ პელოპონესის ფლოტში მეყოფეებად, იმიტომ რომ მეყოფეები ძალიან საჭირო პროფესია იყო ორივე მხრისთვის, ათენისთვის და სპარტისთვის და მე უკვე ადამიანების ნაკლებობა რო ქონდათ ომის დროს ბევრი დაიღუპა ხო პირველ დეკადაში როცა ეს არქიდამეს ომი იყო, მე ქირაობდნენ. და ხელფას უხდიდნენ და ნუ მეყოფეები იგივე ნიჩბოსნები. ნიჩბოსნები ხო. მენიჩბენი. მეყოფენი. ხო, და ტრიერაზე ახლა მთავარი პროფესია მე 180 მეყოფე იჯდა ხა თითო გემზე, ამიტომ დიდი რაოდენობით ჭირდებოდათ და ნუ ათენიდან გარბოდნენ მონები. ახლა როცა გადაწყვიტავს ვიღაცა გაქცევას, ახლა მით უმეტეს ისეთ ქალაქს, სადაც ბევრია მონები, ბევრი გაიქცა 20,000 კაც გაიქცა სპარტელებთან. ხო. გარდა ამისა, დეკელეას ჩაკეტვით ათენს ჩაუკეტეს პურის შემოსვლა ევბეიდან, პურით მომარაგება, რაც პრობლემა გაჩნდა და საერთოდ ათენში უკვე შიმშილობის პრობლემა გაჩნდა. მერე გზა ჩაუკეტეს ბეოტიაში და მეგარიდაში გადასასვლელი გზა ჩაუკეტეს და რაც თავარია ლავრიონის ვერცხლის საბადოები ჩაუკეტეს. დეკელეადან სპარტელებს თავისუფლად შეეძლოთ ლავრიონიდან რომ მოქონდათ ვერცხლი, ათენში რომ უნდა ჩამე, არადა ვერცხლი ფულის ერთეული იყო. მათ შეეძლოთ თავდასხმები და ართმევდნენ, ამიტომ ლავრიონის ვერცხლის საბადოებიც, ანუ ფინანსურად, სამხედრო თვალსაზრისით და ეკონომიკურად და ჰუმანიტარულად ჩაკეტეს ათენი. ვერცხლი აღარ შედის, ჯარი ვეღარ გადის სალაშქროდ, ხმელეთზე, მონები გაურბიან, ისა რა ქვია, პური აღარ შემოდის, ხო, და ჰუმანიტარული პრობლემა აქვს უკვე ქალაქში რა. ალკიბიადემ დააქცია ათენი რა. გარდა ამისა, ალკიბიადემ მისცა რჩევა ასეთი რამ, რომ ომი გაიტანეთ ზღვაზე. ზღვაში ათენელები მაინც მაგრები არიან, ჯაბნიან, მაგრამ ზღვაში გაიტანეთ ომი და იონიაში გადაანაცვლეს. აი მის მოკავშირე ხედავთ ხო ეს სანაპიროები ყვითელი რაც არის, ის არის იონია, რომელიც ათენის არქეში, ათენის მოკავშირე კუნძულები და დიდი ქალაქებია იონიური. ხო და აგერ არის სპარტა, ეს პატარა წერტილი. ხო. წითელია პელოპონესის კავშირი, ყვითელია ათენის არქე. ხოლო ლურჯები რაც არის, თესალია, არგოსი და აქაია, ეს არის ნეიტრალური. მაკედონია სხვა ფერიად არის, იმიტომ მაკედონია სამეფოა და სხვა პოლიტიკური ერთეული იყო. ჯერ სუსტია ძალიან მაკედონია. ხო და გაიტანეთ ახლა სპარტელები და აუსვამდნენ შეკითხვას, რომ რო გავიტანოთ ახლა იონიაში და ზღვაზე გავიდეთ და ზღვაზე შევეჯიბროთ ათენელებს და იონიური ქალაქები წავართვათ, ფლოტი გვინდა. და ყველაზე ბოროტი რჩევა მიცა. ალკიბიადემ. არქიბიადემ არა. ალკიბიადემ სპარტელებს მიცა ყველაზე ბოროტი რჩევა. როცა სპარტელებმა თქვეს, რომ ფლოტი არ აყვავს და ფულიც არ აგვაქვს, რომ ფლოტი ავაშენოთ, ხო? მან უთხრა, რომ წადით და სპარსელებს გამოართვით ფული. ალკიბიადემ შემოიყვანა ნაციონალური მტერი საქმეში. კლასიკური მოღალატე. ნუ არ ვიცი ახლა შეიძლება პირიქითაც იყოს, ყველა მოღალატე არის ალკიბიადე. პირიქით შეიძლება დავარქვათ უკვე. ხო? თუმცა ამავე დროს ესე იგი აქამდე ეს შიდა დაპირისპირება ამ ორ ძალას შორის, სპარტასა და ათენს შორის, პელოპონესის კავშირსა და დელოსის კავშირს შორის ეს შიდა ელინური დაპირისპირება. ორივე მხარე ერთ რამეშია თანახმა. სპარსელები არიან ნაციონალური მტრები, მაგრამ ალკიბიადემ უთხრა, რომ ფული სადვე შევოთო ფლოტისთვისო, სპარტელებმა კითხა. სპარსელებს უთხარით და მოგწევენ ფულს. ეს არის ყველაზე ბოროტი რჩევა. და ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გახდება მის საბერძნეთისთვის, იმიტომ რომ სპარსეთი ბრუნდება ბერძნულ პოლიტიკაში და ბრუნდება
ძალიან ცუდად ბრუნდება ოქროთი და ჰან ერთის მხარეს დაიჯერს მერე და ჰან მეორეს დააწყვეტიებს ბერძნებს ერთმანეთს რა და მართლაც სპარტელები მიდიან სპარსელებთან კერძოდ ჩადიან სარდეში სარდე ძველი ლიდიური ქალაქია აგერაწერია სარდის სარდეში ზის მთავარი წარმომადგენელი სპარსეთის მეფის ანუ ლიდიის სატრაპი ტისაფერნი რომელიც არის სპარსეთის მეფის უკვე ახალი მეფე ყავთ არტაქსერქსე პირველი მოკვდა და უკვე ყავთ დარიოს მეორე დარიოს მეორის სიძეა და ტისაფერნთან ჩადიან სპარტელები და ეუბნებიან რომ მოგვეცი ფული რომ ათენი დავამარცხოთ ტისაფერნი არის ბედნიერი და სპარსელები ბედნიერი როგორც იქნა მათი მტრები ბერძნები ერთმანეთს დაერიან და თანხმობა ოღონდ გარკვეული პირობებით კერძოდ რა ფულს მოგცემთ ოქროს მოგცემთ რამდენი საჭირო იქნება ააშენეთ ფლოტი გაძლიერდით ზღვაზე დაამარცხეთ ათენელები მაგრამ ომი რომ დამთავრდება იონიური ქალაქები უნდა დააბრუნოთ. ანუ აი ეს ყვითელი რაც არის მცირე აზიის სანაპირო სპარსელებმა მოითხოვეს. ომის შემდეგ დაგვიბრუნეთ იონია. ესე იგი ისთვისაც იბრძოლა თემისტოკლემ, არისტიდემ, მერე კიმონმა, პერიკლემ, რა ვიცი, რამდენი 50 წელი გაგრძელდა ლამის პერმანენტული ომი სპარსელებთან და მაინც მთავარი სოლისტები იყვნენ ათენელები და არქე ამისთვის შეიქმნა. სპარტელები დაეთანხმენ ამას. ეს იყო საიდუმლო შეთანხმება, რა თქმა უნდა, ხა იონიურ ქალაქებში ეს არ გაუგიათ, მაგრამ შეთანხმდნენ. უფრო უარეს პირობებიც იყო. მაგრამ მერე მაინც დაეთანხმნენ. სპარსელები ითხოვდნენ არა მარტო იონიას, არამედ თესალიასაც და ბეოტიასაც. რაც ეკავათ ომის დროს. მაგრამ ნუ ახლა აქ სპარტელებმა აღარ დაიხეს უკან საბოლოო ჯამში მოხდა. ანუ ჩვენ ვხედავთ უკვე პერმანენტულ ღალატებს. ეროვნული ინტერესების სახელმწიფო სპარტა წავიდა ეროვნულ ღალატს. ალკიბიადა წავიდა ეროვნულ ღალატს. მარტო თავის ქალაქს კი საბერძნეთს უღალატა უკვე როცა ეს რჩევა მიცა. ხო და ამის მერე ხდება იონიაში ხდება ხო და რაც თავი ალკიბიადამ ხელი შეუწყო სპარტელებს ის რომ ხა მას დიდი კავშირები ჰქონდა იმაში რა ქვია იონიურ ქალაქებში და ან ძალიან ბევრი იონიური ქალაქი გადმოიყვანა იმ ჯგუფზე რომ არქედან გასულიყვნენ და სპარტის მხარეზე გადმოსულიყვნენ და კატასტროფა დაიწყო ათენისთვის. ქიოსი, ლესბოსი, მილეტი, როდოსი, ბიზანტიონი, ქალკედონი, თითქმის მთელი იონია და ჰელესპონტის ქალაქები გადმოიყვანა სპარტის მხარეს. ანუ აი ეს თითქმის ათენის არქეს ნახევარი გადაიყვანა სპარტის მხარეს. ერთადერთი ვინც არ გადავიდა სპარტის მხარეზე იყო კუნძული სამოსი, იქ არის მილეტის პირისპირ კუნძულ სამოსიც და მოხდა ოლიგარქიული გადატრიალებები ყველგან. ოლიგარქები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომლებიც ტრადიციულად სპარტის მხარეზე იყვნენ, დემოკრატიები დაემხო, სპარსული ფულის ნაკადი წამოვიდა, ფლოტის მშენებლობა დაიწყო, ამასობაში უკვე ეგეოსის ზღვაში გამოჩნდნენ სიცილიელები, ათენელებმა რომ გაამწარეს იქ სირაკუზელები. სირაკუზი ჩაერთო ომში და 200 გემი ჩამოვიდა სირაკუზიდან. სპარტის მხარდასაჭერად. ნუ კატასტროფაზე მიდის ათენის წინააღმდეგ. სამოსში მოხდა ის რომ იქ იყო ჰეტერია იყო ოლიგარქების 200 კაციანი, იმათ უნდათ გადატრიალება და სპარტის მხარეზე გადასვლა, მაგრამ დემოკრატები აჯანყდნენ და ეს 200 კაცი ამოწყვიტეს.
სპარტის მომხრევი და მარტო სამოსი დარჩა ათენის ერთგული იონიაში. ანჩენენ ყველა სპარტის მხარე, თითქმის ყველა. იყო ქალაქები გამონაგა, ხა მაგალითად ლესბოსი აჯანყდა, იქ აწერია მიტილენა. ხო, მთავარი ქალაქი მიტილენა, მაგრამ ჩრდილოეთში იყო მეთიმნა ქალაქი, რომელიც ათენის ერთგული დარჩა. მაგრამ ნუ ჩათვალეთ იონის 80-90% სპარტის მხარეზე გადავიდა. ინგრევა ათენის არქე. თან სიცილიის კატასტროფა გავლილი აქვს რაღაცები, მაგრამ დაიწყეს აი შეუპოვარი შრომა და ისევ და სახლიდან მოიტანეს ქონება მდიდრებმა, ტაძრებიდან პერიკლეს დაგროვილი ვერცხლი და ოქრო გამოიტანეს, ძალიან მალე ახალი ფლოტი ააშენეს 200 გემი. სასწაულებს შვებოდნენ ეს ათენელები. 200 გემი ააშენეს და სამოსზე გადაისროლეს ეს ფლოტი და დაიწყეს იონიის განთავისუფლება. მათი მთავარი ამოცანა არის, რომ მილეტი უნდა დაიბრუნონ და სამოსზე ეს ფლოტი გადაისროლეს. აი ეგრე სამოსი და მე არის იმის წინ არის მილეტი. მილეტის ალყა დაიწყეს სხვიდან და ხმელეთიდან, მაგრამ ამ დროსაც უკვე მოვიდა ახალი აშენებული პელოპონესის ფლოტი სპარსელების ფულზე და სიცილიიდან ჩამოვიდა ფლოტი და ათენელები იძულებული გახდნენ და მოხსნეს ალყა და სამოსზე გადმოინაცვლეს. ათენის საზღვაო ფლოტის მთავარი ბაზა გახდა სამოსი. ამ დროს არის ასეთი ამბავი, ხო, ათენელები მიხვდნენ ერთ რამეს, რომ რატო მოხდა ასეთი მასობრივი ღალატი მოკავშირეების, რატო გადავიდნენ ასე და ათენში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ ფოროსი, რომელიც გადასახად დაუწესეთ და მერე ომის დროს ორჯერ გაუზარდეთ, იძულებულები გახდნენ ამ გადასახადის გამო, მოღალატეები გახდნენ ჩვენი მოკავშირეები და მიიღეს გადაღება ფოროსი მოუხსნათ, იქნებ ვინმე დაბრუნდეს ჩვენსკენ. ფოროს გააუქმეს. არქაული იყო, იმიტომ რომ ეს იყო სპარსეთის წინააღმდეგ საომარი ბანკი, საერთო ბანკი, მაგრამ ახლა რა სპარსეთი გაგანია ომში არიან სპარტასთან და ფოროს გააუქმეს, მაგრამ ახლა ფული ჭირდება ათენს, ხო? ამიტომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, სრუტეებს მაინც თვითონ აკონტროლებდნენ და სრუტეებზე შავი ზღვიდან შემოსვლაში დააწესეს გადასახადი. აი სესტოსი, აბიდოსი ესენი მათ კონტროლის ქვეშ იყო და შავი ზღვაზე ახლა დიდი ბერძნული დიდარი ქალაქები იყო, ჰერაკლია, იქ ყირიმში იყო დიდი ბერძნული ქალაქები, ნეიტრალური. და იმათ ისინი ზიდავდნენ მთელ საბემარტო ათენში კი არ შემოქონდათ, შემოქონდათ პელოპონესის, ხორბალი შემოქონდათ, ძალიან ბევრი ხეტყე შემოქონდათ, სელი შემოქონდათ, კოლხეთთან მაგალითად სელი შემოქონდათ. ამიტომ დიდი ვაჭრობა იყო შავი ზღვის ბერძნულ ქალაქებთან და ისინი დახარკეს 10% გადასახადი დააწესეს და შემოუვიდათ ფული ათენელებს. ფლოტის შესანახად, მეხოფეების დასაქირავებლად, ჯარის შესაიარაღებლად და ამიტომ მოახერხეს მე და სამოსზე გააგზავნეს ფლოტი, მილეტი ვერ აიღეს, მაგრამ იქ არიან, გამაგრებულები არიან რა. ამიტომ სპარსელები მონაწილეობენ დაფინანსებაში. ჯერ ფართო ცნობილია. მერე გახდა ცნობილი ახლა, როცა ისე ოლიგარქები ხო გახსოვთ ძველი დრო გავიხსენოთ, ჯერ კიდევ იონიის აჯანყების დროს, ხო? არისტაგორეს აჯანყება როცა ოლიგარქები მაშინ სპარსეთის მხარეზე იყვნენ. რახან ოლიგარქიული ხელისუფლებები მოიყვანეს, როცა იონია უღალატა ათენის არქეს და დემოკრატიები დაამხეს და ოლიგარქები ახლა სპარტის მხარეზე არიან. და რამე რო იყოს, თუ სპარსეთის გამგებლობაში გადავლენ, რატომაც არა, რომ სპარსეთშიც იქნებიან. გახსოვს იქ მილტიადეს საუბარი რო ქონდა იქა, რომ ჩაუნგო დაუწვათ ხიდი დარიოს და ისა და მაშინ იქ უთხრეს, რომ არა ჩვენ ტირანები ვართ და ოლიგარქები ვართ და სპარსელების დახმარებით ავართ ხელისუფლება. სხვათა შორის ოლიგარქია.
საგულისხმოა ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ ახლა, მარტო ძველ დროში კი ახლაც ხდება ჩვენს გარშემო ოლიგარქიები. ყოველთვის არის უცხო ძალის მხარეს. ბუნებრივი მოკავშირეები. ბუნებრივი მოკავშირეები, ხო. ისევე როგორც ძალიან ხშირად ოლიგარქია და ოხლოკრატია, ანუ დიდრები და ღატაკები არიან ერთად. და არა დემოსი. პერიკლეთ, რა თქმა უნდა. დემოსი სხვა რამეა, ოხლოსი სხვა რამეა. დემოსი შეიძლება ოხლოსად გადაიქცეს. ანუ ლუმპენიზაცია მოხდეს. ძალიან ხშირად დიდრები და ღატაკები არიან ერთად ვის წინააღმდეგ? საშუალო ფენის წინააღმდეგ. რაღაცები ხო არ გეცნობათ ძვირფასო ქართველები. ღატაკებისა და დიდრების კავშირს. რამე იცვლება? ხო. ამიტომ გადავიდა ესე ოლიგარქიამ გაიმარჯვა იონიაში. ათენი არის უმძიმეს მდგომარეობაში. დეკელეადან აწუხებენ, მონები გარბიან, პურის შემოტანა პრობლემური გახდა, ვერცხლს ვერ აგროვებენ, მაგრამ რაღაცა მაინც სტაბილიზაცია მოახდინეს. იმ 10%-იანი გადასახადის მეშვეობით დიდი ფლოტი 200 გემი დააყენეს რა, ნუ სასწაულებს შებოდნენ ეს ათენელები და იონიაში გაგზავნეს, მილეტი ვერ აიღეს, იმიტომ რომ იქ უკვე სპარტის ახალი ფლოტი და სიცილიელები გამოჩნდნენ, მაგრამ ნუ აი ასეთ სიტუაცია არის და ამ დროს ხდება ძალიან საინტერესო ამბები ხდება რა. ჩვენ გვახსოვს, რომ ალკიბიადე გაქცეულია ათენში, იმაში სპარტაში. იქ ხდება ასეთი ამბავი. საინტერესო კაცი კია ის. როცა სპარტაში გაიქცა, მან სპარტელებისთვის რომ ერთგულება დამტკიცებია, თქვა ფუფუნებაზე უარი. გადაწყვიტა, რომ აი მე დღეიდან ისე ვიცხოვრებ, როგორც თქვენ ცხოვრობთ. სპარტელები. დილიდან ზაღავამდე ვარჯიშობს, ახლა სამხედრო კარგი იყო თვითონ, ახლა ძალიან ახლა როცა ვარჯიშობდა შეჯიბრები იყო, სპარტელებს ჯობდა იქ. დაიწყო ამ შავი წვნიანის ჭამა. მაგრამ მოხდა ერთი ამბავი, ახლა ძალიან ლამაზი კაცი იყო, ეფექტური ქალების ის იყო, რა ქვია, კუმირი. მოხდა ასეთი ამბავი. სპარტის მეფეს აგის ყავს ცოლი, ძალიან ლამაზი ქალი არის ტიმეა. ტიმეა შეაცდინა ალკიბიადა. დაადგა აგის რქები თავზე. სპარტელების მეფის. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. დიდი ამბავი ატყდა სპარტა, გაიგო იმ აგისმა, მე დაფეხმძიმდა ეს ქალი. ალკიბიადესგან და სპარტის მეფეს დაადგა რქები. ნუ გადაემტერა ახლა ეს აგისი, ნუ ახლა რქებდადგმული მეფე არის რა და ამ ქალს ეძდება მუცელი რა. ხო, სპარტაში ნუ თავის მოჯრა დედოფალი ამ გამოქცეულმა ათენელმა, ამ გარყვნილმა კაცმა დედოფალი გაგვიბახა რა. იძულებული გახდა რომ გაქცეულიყო სპარტიდან. ოღონდ სპარტის მხარე კი არ იცვალა, სპარსეთში წავიდა. ისე ყველა სპარსეთში გარბის. მე-20 საუკუნის ქართველებს რუსეთში გარბიან. აი მაშინდელი ბერძნები სპარსეთში გარბოდნენ, ხო და გაიქცა ტისაფერთან. ლიდიის სატრაპი.
სატრაპთან უკვე გაბზარულია ეს ალკიბიადე, ახლა სპარტაში უკვე მეგობრები ტრებათ ექცა. თიმია და ფეხზე მე ის ბავშვს გააჩენს. თიმია და მე ის ბავშვი რო წამოიძდა მე ყველა აღნიშნავს, გააჭრილი ვაშლით იყო ალკიბიადა. რაღაცა ის სიუჟეტური ამბები. გააჩენს ის ბავშვს. ხო, და გაიქცა სარდეში გაიქცა ტისაფერთან და დამეგობრდნენ ახლა სპარსელებს კაი ცხოვრება უყვარდა, ამანაც კაი ცხოვრების გემო იცის ახლა ათენელია და ნადირობენ, სვამენ, ჯამენ, არ იკლებენ არაფერს, გაახდნენ მეგობრები რა. იმ სატრაპის ეს ტისაფერი საკმაოდ ეშმაკი კაცია. კი დაიწყო ფულს კი აძლევს ამ სპარტელებს ფლოტისთვის, მაგრამ რეგულარულად არა, იმიტომ რომ გარდა ფლოტის აშენების თქვით ჩვენ რომ მეხოფეებს ხელფასი სჭირდება, ეკიპაჟებს ხელფასი სჭირდება, ამუნიცია სჭირდება, ყველა ანუ დაფინანსება სპარტის საზღვაო ძალების მთლიანად აიღო სპარსეთმა, მაგრამ არც ისე რეგულარულად არ შევა, თუმცა უხდის ფულს. ჩავიდა ეს ახლა დამეგობრდნენ ის ახლა ეს ხო არ მოისვენას ახლა უკვე მივხვდი აგერ არის სურათი მისი ალკიბიადეს ხო მოუსვენარია რა ამ მეგობრობის და ერთად ღრეობის და დროსტარების და ნათესაობის უпроსოდ ნადირობის დროს ახლა დამეგობრდნენ და ეს ეუბნება ალკიბიადეს უკვე გაბზარული აქვს განწყობები სპარტელების მიმართ სპარტაში აღარ ჩაესვლება რო ჩავიდეს მოკლავს ის აგის მეფე ორქევ დადგმული ხო დაიწყო ამასთან საუბარი რომ ტისაფერს ეუბნება ახლა ჩვენო კი ვართო მეგობრებიო და ამიტომ მეგობრული დაახლოებით ყვები ახლა აზრს გადმოვცემ ახლა ადვილად გასაგები იყოს ხო და როგორც მეგობარს გირჩეო მე შენო რა ახლა კიო ეხმარებიო ამ სპარტელებს ამეტანს ნუიზამო რომ ისე რომ სპარტამო დაჩაგროსო ათენიო და ათენი დამარცხდესო და მე გაძლიერებული სპარტა თქვენ რაში გაწყობთ სპარსელებს ამიტომ ხო არ ჯობია რომ გაათანაბრო რა დააწყვიტონ რა ამ ბერძნებმა ერთმანეთს თქვენ რას კარგავთ ისეთი არგუმენტია ახლა ნაციონალური მტრისთვის რა ვიცი თქმაც არ ჭირდება სხვათაშორის ალკიბიადეს ჩასვლამდე მათ ეს ტისაფერნი ასეთ რაღაცებს შვებოდა უგვიანებდა იმათ ფულს ხანდახან პრობლემებს უქმნიდა სპარტელებს პელოპონესელებს ამ დროს ათენში ჩამოდის უკვე უпроსოდ ათენში კი არა აი მილეტში ხო დგას იქ სპარტელების ფლოტი ხო სარდალი არის ასტიოქე სპარტელების ამ ასტიოქესთან ჩამოდის დახურული ბრძანება სპარტიდან მეფე აგისი გერუსია და ეფორები ახლა სპარტაში ჩავიდოდა ეს ამბავი ტისაფერს ეს რას ელაპარაკება ან კიდევ ეჩსაიღებდნენ იმიტომ ალკიბიადეს ჩასვლის მერე სპარტელებს ფული აღარ მოზდი ხო მოздით მაგრამ ძალიან არ რეგულარული ალაგ-ალაგ მოздით რა ხო ნუ ჩათვალეს სამართლიან ჩათვალეს რომ ალკიბიადე გვიფუჭებს საქმეს სპარსელებთან და ასტიოქეს შეუთვალეს ადმირალს რომ მან თუ გამოჩნდებაო თუ არა და უახერხე ისე რომ მოკალიო ალკიბიადა ტერია ჩვენიო ახლა ალკიბიადეც ისეთი ცხოველური ინსტინქტების კაცია რომ ახლა ის მიხვდებოდა რომ სპარტელებისთვის ის უკვე მტერი ხდება და გახდა კიდევაც რა ამიტომ 411 წელს ის აგზავნის თავის კაცს თავის მსახურს სამოსში სადაც დგას ათენური ფლოტი ამ თავარი საზღვაო ძალა ის 200 გემი ათენის აგზავნის კაცს და საიდუმლოდ უთვლის სამხედროებს ადმირალებს ათენელებს ერთ-ერთი არის ფრინიკე ადმირალებს უგზავნის ასეთ წინადებას
და პირობას. ნახე როგორ საინტერესო, აი სიუჟეტური ფილმს გადაიღებ, სერიალს გადაიღებ. რა ვიცი, ეს ჰოლივუდი რითია დაკავებული ვერ გავიგე. რას იგონებენ, რას წერენ, აგერ არის ყველაფერი. პირობა არის ასეთი, რომ ომს ვაგებთ სპარტასთან. მე რომ სპარტის მხარეზე გადავედი, ეს ჩემი ბრალი არ არის, ეს თქვენი ბრალი იყო, რაშიც არ ტყუეს. და იმ დემაგოგების ბრალია. ათენს მართავენ დემაგოგები, რომლებმაც დაღუპეს ათენი, რომლებმაც სიცილიაში რო წავედი და გამარჯვება შემეძლო, ასეთი ამბავი, ისე მართალია, დემაგოგებმა ქნეს. ოლიგარქებზე მეტად სასამართლო მოუწყვეს დემაგოგებმა. ამიტომ ჩემი წინადადება არის, რომ ათენში გადავაყირავოთ დემაგოგების მმართველობა, სახელმწიფო გადატრიალება, სამხედროებმა და არისტოკრატიამ აიღეთ ხელში ხელისუფლება და მე სანაცვლოდ უზრუნველყოფას გავაკეთებ იმისას, რომ სპარსელების სატრაპი ტირსაფერნი შეუწყვეტავს დაფინანსებას სპარტელებს და დაგვაფინანსებს ჩვენ. გადასარევი წინადადება საყოველთაო სამშობლოს ღალატის პირობებში უკეთესი რა გინდა. ეს ფრინიქე მიდის ათენში ამ წინადადებით და ჰეტერიებს ხვდება. არისტოკრატებს აი ყელში ყავთ ეს დემაგოგები ამოსული. რომ ომს ვაგებთ და ამიტომ გავაუქმოთ დემოკრატია იმ სახით, რაც არის, რასაც ბოროტად იყენებენ დემაგოგები, ეს არ არის პერიკლეს ათენი. სადაც პასუხისგებლობა, აქ არის ყველა ნაძირალა თავზე გვაზის, სახალხო კრებაზე. და ხალხიც სტრესში არის, გამხეცებული არის და ასეთებს უჯერებს, ჭკვიანს აღარ უჯერებს ათენელი ხალხი, უჯერებს დემაგოგებს მარტო. ამიტომ იმაში ჰეტერიების შეხვედრებს დაადის ესე და გადავატრიალოთ და იქიდან ფლოტი მოგვეხმარება. 411 წელს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება ათენში. დაამხეს დემოკრატია. ახლა ყველაფერი მიდის თავის წესით, გიორგი, მაგრამ უცნაური ამბავი ხდება. მოვიდა ეგრეთ წოდებული 400-თა საბჭო. ბულე გააუქმეს, ყველაფერი გააუქმეს, ხელფასები გააუქმეს. ხოთეშორის ალკიბიადეს პირობა იყო, რომ ამ გაჯირებულ ხალხს ხელფასების ხარჯმა დაგვაქცია ჩვენ. ომისთვის ფული არ გვჭირდება, ხო და 400-თა საბჭო მოვიდა, რომელმაც მიიღო კანონმდებლობა, რომ ეკლესია სახალხო კრება არ შეიგრებება მანამდე, სანამდე ჩვენ არ გადავწყვიტავთ. ანუ სახალხო კრებაც გააუქმეს. რაღაცები აურიეს იქ რა ამათ, მაგრამ გააუქმეს ხელფასები, ღარიბთა დაფინანსება, ისა სრული მობილიზაცია უნდა გაკეთდეს ომზე, მაგრამ სასწაული ხდება. ეს 400-თა საბჭო ელჩებს აგზავნის სპარტაში. იმის მაგივრად მობილიზება მოხდეს, ომის მოგებაზე, რაც ალკიბიადემ შემოუთვალა ამათ. სპარსელების ხარდაჭერაც შეპირდა, რომ გადმოვიყვან ჩვენ მხარეზე. ამათმა ალკიბიადეც გადააგდეს, სამოსის ფლოტიც გადააგდეს და სპარტაში გააგზავნეს ელჩობა და კაპიტულაცია შეუთვალეს. რომ გნებდებით. ანუ ოლიგარქია მოვიდა 400-თა საბჭო მოვიდა ეს ფრინიქი არის ეს ბედური საშინელი კაცი არის მოღალატეთა მოღალატე აი ამდენ მოღალატეებს ყველას გადაასრო ყველას გადაუჯოგრა არა არის მეორე კაცი ამ გადატრიალების ერთ-ერთი თერამენე ეს ძალიან საინტერესო კაცია მე რომ მკითხოთ ანტიკრიზისული სიტუაციების ათენელია ვერ გამოჩნდება ეს ამბები რა ხო დაიწყეს დევნა დემოკრატიული პარტიის ლიდერები ახლა იმათაც დემაგოგებსაც დაერიან ისე მაგრამ ბიჭო ღალატზე მიდიან ეს 400-თა საბჭო მიდის ღალატზე სპარტელებმა უთხრეს რომ კი ბატონო იყოს მშვიდობაო ახლა თლად კაპიტულაციასაც არ აგავს ეს რა ნუ შეთვლილი იყო რომ არქიდამეს ომიში ანუ ნიკეასის მშვიდობას დაუბრუნდეთ როცა მაშინ
ნიკეასის მშვიდობა ერქვა, ხო, არქიდამეს ომის მერე, ხო. ანუ წინა ზავს დაუბრუნდეთ რა, მაგრამ სპარტელებმა უთხრეს კი ბატონო, მაგრამ ფლოტიდან პასუხი მოგვიტანეთ. ფლოტი გეთანხმებათ თუ არ გეთანხმებათ? სამოში ჯარი. იქ მარტო ფლოტი არა, ჯარიც არის. სამოსიდან ალკიბია და მაშინვე შეცვალა უკვე ისა და ალკიბია ხო ჯერ არ არის ჩასული იქ სამოსზე, მაგრამ სამოში არის ორი ეს არის რა ქვია სარდალი არის თრასილე და თრასიბულე. ესენი იძახება არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ ვაღიარებთ ამ გადატრიალებას ჩვენ დემოკრატიის მომხრეები. ანუ ჯარი რომელიც დგას სამოსზე არ ემორჩილება ამ 400 საბჭოს. მას პარტელები ამბობენ რომ კი ბატონო მშვიდობა მაგრამ ჯარი თქვენ მხარეზე არა. ჩვენ კი დავდოთ აქ ხელშეკრულება, მაგრამ ჯარი არ დაგემორჩილება თქვენ და ჩაშალეს მოლაპარაკება სპარტელებმა. ისე სამართლიანია ხო, შენ კი ხარ ჩემ ჯგუაზე, მაგრამ თქვენი მთავარი სამხედრო ძალა არა წერს ხელს ამას. ახლა ამათ დაეძაბათ სიტუაცია. ამ ეს შეთქმულებს ვინც გადააყირა ფრინიქეს ფრთა. მათ და მოხდა კიდე ერთი რომ ევბეა წაართვეს ათენს პელოპონესზე ევბეაზე გადასხეს იქ სიცილიური ფლოტი გამოჩნდა და ევბეური ქალაქებიც გადავიდა შიმშილობაა ქალაქისთვის უკვე რაღაცა ნაწილი შემოქონდათ დეკელეის მიუხედავად მაგრამ ნუ შიმშილობა დაეწყოთ რა გადაწყდა ამათმა გადაწყვიტეს რომ არენ ბოლომდე გავიდეთ და ამ შეთქმულებმა 400 საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება რომ პირებსი გადავცეთ სპარტელებს. ანუ პორტის ჩაბარება, ანუ სრული კაპიტულაციაზე მინდა. ახლა თერამენეს ფრაქცია შეთქმულების ახლა ეს ფრინიქე და თერამენე. ფრინიქე რადიკალი არის, გიჟია, გადარეული რა, მოვალატეა. თერამენე წინააღმდეგია სპარტელებზე, როგორ შეიძლება ამის გადაცემა, კაცო? ღალატზე მიდიხართ? და მოხდა აჯანყება. აჯანყება ხალხი გამოცვივდა გარეთ. და 400 საბჭოს შენობას დაესხნენ, დააწვეს თავზე, ეს ფრინიქე მოკლეს. ანუ ზომიერი ოლიგარქები მოვიდნენ ხელისუფლებაში და შეუთვალეს ფლოტს იქ. სამოში რა ეს ვქენით, გადავრჩით, კინაღავ დავიღუპეთ, მოღალატეები დავსაჯეთ. და იქნებ დავილაპარაკოთ. ამ დროს ფლოტი უკვე პირდაპირ ეპატიჟება ალკიბიადეს სამოს და ალკიბიადე ჩავიდა სამოს ფლოტთან და არმიასთან და შეეყრნენ ინკრევა ყველაფერი. ჯარი ბელადი დაბრუნდა და ჩვენი უბედურება იმაში არის რომ აი ასე გააქციეს და კი იმ ღალატს აკომპენსირებდა იმით რომ ეს ხო ჩემი ბრალი არ არის ეს ხო თქვენი ბრალი მე გამაგდეთ თქვენ იძულებითი ნაბიჯები ხო ამიტომ თავისი მოღალატესას ახლა სოფისტიკა მიდის გაგანია მიდის მოდებულია სხვათაშორის ერთ-ერთი შედეგი ამის ეს არის რა მათი გამოჩენა ხო გამართლება ყველაფერი უკეთურობის და დიდი ამბავით შეხვდა ფლოტი. და თხოვენ რომ ჩავიდეთ ათენში და აღვადგინოთ დემოკრატია, მაგრამ ამაზე არ უნდა ბოლომდე დემოკრატიის აღდგენა, იმიტომ დემოკრატიის მსხვერპლია თვითონ. დემოკრატია რო აღდგეს, ვაი თუ ისევ დემაგოგები რა, ხო, ნუ ომი მიდი. პრინციპში სწორია, სამხედროები სწორია, ომის დროს ახლა შენ დემოკრატიობანა და ამბები და ხმის მიცემები და ვინაა მომხრე და არ არის. ასე არ არის, ომის დროს ხდება კონცენტრირება პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში და რაღაცნაირად სამხედროებს ეცემათ უფლება გადაწყვეტილებები მიიღონ რა. არ უნდა ამას ათენში ჩასვლა. არ უნდა დრო გაყავს და მას უნდა რომ იყოს შემრიგებელი აი იმ ზომიერ ოლიგარქებსა და დემოკრატიულ არმიას შორის და მართლა ახერხებს ამას. შედგა შეთანხმება უცნაური ძალიან, რაც მის მერე არსად არ გამეორება, მოხდა სინთეზი ოლიგარქია პლუს დემოკრატია.
საინტერესო ის არის, რომ მე არისტოტელე ამბობს, რომ ეს იყო ყველაზე კარგი წყობა ათენში. პრაქტიკულ განზომილებაში როგორ ანუ აღდგა ყველაფერი. ეკლესიაც აღდგა. ყველაფერი აღადგინეს, აბსოლუტურად ყველაფერი, ოღონდ ხო, საინტერესო რა, როცა 400-თა საბჭო მოვიდა, მაშინ როცა ქონებრივი ცენზე აღადგინეს იმგენმა და 5000 მოქალაქეს, ანუ ვისაც ქონება ჰქონდა, მიცეს მოქალაქეობა, დაუტოვეს დანარჩენს ყველას წაართვეს, უპოვარს წაართვეს მოქალაქეები 400-თა საბჭომ შეთქმულებამ და ამათმა აღადგინეს ყველაფერი ოღონდ ყველას არ დაუბრუნეს მოქალაქეობა. მოქალაქეობა დაუბრუნეს მარტო 9000 ათენელს, ვის ანუ ქონებრივი ცენზი დატოვეს, რაც თავის დროზე პერიკლემ გააუქმა და არ აღადგინეს ხელფასები. ოღონდ მიიღეს დადგენილი, რომ გაჭირვებულ ხალხს, ვინც იმშილობს და ისა და ისა, სახელმწიფო დააბურებს, ოღონდ ხელფასები აღარ აღადგინეს. სოციალური დახმარებების კატეგორიაში გადაიყვანეს. გადაიყვანეს ეს, ხო. არა, გარანტირებული მუდმივი ხელფასები. ანუ ამითაც რა გააკეთეს, იცი, უპოვარი მოსახლეობა, რომელიც სახელმწიფოს მართვაში ჩართო თავის დროზე პერიკლემ და ხელფასებს ამათმა განაძევეს. იმიტომ რომ გარკვეულწილად მართლებიც იყვნენ, იმიტომ პერიკლემ ესე რომ ჩააბა სახელმწიფოს მართვაში, ამათ ნიადაგზე აღმოჩნდნენ მერე დემაგოგები. მანიპულირება და ხო, დემაგოგების ბაზა იყო ესა. ხელფასიანი ღარიბი მასა. სამაგეროთ ჰუმანიტარული პასუხისმგებლობა. სამაგეროთ ხო. შეინარჩუნეს. ხო, ომი მიდის და ამიტომ შეერე არავინ არ მოკვდება. არა, ხმის უფლებით არ არის წარმოდგენილი. აღადგინეს ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც არ ჩადის. ალკიპიადე რატო არ ჩადის? აბსოლუტურად სურს საკითხს. მას 60-ზე რჩება, მაგრამ 60-ზე ჯართან. ფლოტთან და ჯართან. ხო, იქ არის. იქ ბელადია უკვე. მას ჭირდება ათენში რო ჩავიდეს, მანამდე ჭირდება გამარჯვებები რა. ასე ვერ ჩავა რა. დაიწყო რა. ისე მართლა ფანტასტიკური სარდალი. 3 წლის განმავლობაში სადაც წაასრო სპარტელებს დედაუტირა რა. იონია დაიბრუნა მთლიან. ტისაფერნთან მისგან ფულის მიღება ვერ მოახერხა, მაგრამ იმგენმა სპარტელებს შეუწყვიტეს ფული. სპარსელებს. ისინი ცალკე მაიმუნობენ იქ. იმპერიული თამაშები აქვთ იმათ რა, ხო? სადაც წაასრო. აი ყველაფერი დაიბრუნა. იონია დაიბრუნა, საზღვაურები გავიდა ჰელესპონტზე, 2 ბრძოლა მოუგო საზღვაო, სიცილიელებიც დააკლაზეთ იმას სპარტელებს. 3 წელი ინგრევა ყველაფერი, ისეთი ამბები არის რა, ხო და კიზიკოსთან დაამარცხა საზღვაო ბრძოლაში, ბიზანტიელი და თასოსი დაიბრუნა, კალკედონი დაიბრუნა. სასაულებს შვება. სპარტაში ჩადის წერილი ფლოტიდან, სპარტის დამარცხებული გალახული ფლოტის სარდლები წერენ სპარტაში წერილს. ლაკონურად, მოკლედ. გეტყვი ახლა რომ გამარჯვება დაგვეკარგა, შიმშილობთ რა ვქნათ? ლაკონურად. მეტი როგორ არა, გამარჯვება გაქრა. აღარ აქვს გამარჯვება. სანატრელი გავუხდა. შიმშილობთ, აღარ აქვს არაფერი რა. იმალებიან კონცხებზე, კუნძულების შესასვლელებში, ათაც გამოჩნდება ეს ალკიბიადე ხრავს ყველაფერს. ზეიმია ათენში რა. 3 წელი. და რა ვქნათ? შეგითხვა. რა სიკვდილი ვქნათ? ვერ ვაჩერებთ ამას. 408 წელს ჩადის ათენში. ესე გრანდიოზული ზეიმი მოეწყო რა. გადაარჩინა ათენი რა. სიცილიის უბედურება. ფაქტობრივად კაპიტულირება. იონიის დაკარგვა, იონია დაიბრუნა, ჰელესპონტი დაიბრუნა, პროპონდიდა დაიბრუნა, ყველაფერი დაიბრუნა კაცმა. აი შედის ათენში ფლოტით და 200 სპარტელებზე წართმეული გემით, რომელიც დატვირთულია ნადავლით და ხორბალით. აი შევიდა პირებში, მთელი ათენი გამოსული არის. პირებში ზეიმი, ქალები, ბავშვები, ტირიან ზეიმი, დროშები, მუსიკები, ცეკვა, თამაში, რა ვიცი. შევიდა და გამოვიდა 500-თა საბჭო ხო აღადგინეს.
გამოვიდა 500-თა საბჭოს ახლა სასამართლო უნდა მოიხსნას, ხო? ათენში კანონი თავარია. ამოვიდა იქ თავის აპოლოგიით, დაცვით, გამართლებით. ხო? თუ კიდესა აქვს, როგორ გაიმართლა თავი. რომ თქვენ ძალიან ცუდად მომეკეცით მე. და მე კი არ მომეკეცით ცუდად. საკუთარ თავს დაუშავეთ. აი შედეგი, ხო ხედავთ. მე რომ სპარტაში გავიქეცი, იმიტომ რომ სიკვდილი მომისაჯეთ. მე სამდე სიკვდილი არ მომისაჯეთ, მე მანამდე არგოსში ვიყავი. მე სიცილიიდან სპარტაში არ გავქცეულ ვარ. აი თესალემ რო გამომიტანა განაჩინე ელევსინის უღმერთოებაზე, უпросто ხო ელევსინის უღმერთოებაზე, მე წავედი სპარტაში. მანამდე მე ხო არ წავსულ ვარ. ამიტომ ხო თან მოინანია ეს ამბები, ამბობენ რომ წრებლებს 500-თა საბჭო ტიროდა, ხალხი გარეთიო, მე ეკლესიას გამოვიდა ერთი ამბავი რა, სახალხო კრებას გამოვიდა. თავისი მართლები ქონდა ახლა. სოფისტების ნავარჯიშები ბიჭიც იყო. მაგარი კაცი იყო, გინდა ასე თქვი, გინდა ისე თქვი, მაგრამ წარმოუდგენელი ენერგიის კაცი იყო. ამდენი მტერი და ასე ცოტა მეგობარი. ყველაფერი მოხდა მისი რეაბილიტაცია, მოუხსნეს ისა, ყველაფერი ისე. ზეიმი არა, მაგრამ მე ხდება ასეთი ამბები ახლა იქ სამოსზე დაბრუნდა ეს ფლოტი დაბრუნდა, იმიტომ რომ იქ სპარტელების ფლოტია, ეს ფლოტის ნაწილი არის ჩარჩენილი იქ მილეტის ყურეში. პელოპონესის გემები აღარ გამოდიან ზღვაში ახლა თუ პორტში არის ფლოტი, იმას ვერაფერს ვერ უზამ ახლა ეს დაცულია, იქ სიმაგრეებია, ის არ და ვერ შეხვალ და უნდა გაანადგუროს ახლა ეს ზედმეტი ხორცია იონიაში მარტო დარჩა იქ არის. იქ დგას 70 გემით დგას სპარტელი, არა 70 არა, მე დაემატე 60 გემით დგას სპარტელების ადმირალი ლისანდრე, ეს ძალიან საინტერესო კაცი. ახალი პერსონაჟი გამოჩნდა. 60 გემით დგას ლისანდრე ცხვირს ვერ ყოფს გარეთ, მაგრამ ეს ლისანდრე არის აი ბრასიდეს ტიპია, ბრასიდე რო იყო ამფიპოლისთან რო დაიღუპა კლეონთან ბრძოლაში, ამფიპოლის რო წაართვა იმას. ბრასიდეს სულისკვეთების არ, მეომრული სულისკვეთების არ, ბრასიდეს ღირსებები არა, ბრასიდე ახლა მართალი კაცი იყო, უკეთურობას არ ჩადიოდა ის, მაგრამ ეს არის ალკიბიადეზე უფრო გათახსირებული კაცი, ეშმაკი, მატყუარა, ყველაფრის მკადრებელი. დგას თავისი 60 გემით ჩაკეტილი მილეტის ყურეში და 80 გემით მოვიდა ეს ალკიბიადე და ბლოკადა დაიწყო. ცდილობს რომ გამოიტყუოს, მაგრამ ახლა ისინი არ გამოვლენ, ახლა ათენელების ფლოტს და თან ალკიბიადეა სარდალი, ვინ გამოყოფს ცხვირს საერთოდ იქიდან, ხო? დრო გადის დრო და ალკიბიადეს დაჭირდა ხელფასები ეკიპაჟებისთვის. და გაცურდა აბიდოსში, ჰელესპონტს. იქიდან უნდა ჩამოიტანოს ფული. მეხოფეებისთვის, ეკიპაჟებისთვის და ასე შემდეგ და საჭმელიც და საჭმელი. ყველაფერი ჯარს ახბები რამე ჭირდება, მაგრამ რო გაცურდა, რო წავიდა, მონაცვლე ხო უნდა დატოვო ვიღაცა. ბიჭო დატოვა თავისი მეხოფე, ისა მესაჭე. ანტიოქე, ახლა ეს ანტიოქე ვინ არის? მისი სიყრმის მეგობარია. ყველაზე უფრო ამას ენდობოდა, მთელი ცხოვრება რამდენჯერ გაიქცა გამოიქცა, ანტიოქეს ულახლავს. ახლა რატო დაიმეგო რომ უცნაურ ამბავს მოგიყვებით რა, სიუჟეტურ. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება.
თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. ბავშვობაში ამას ყავდა დავით მოთვინიერებული იყო თუ რა იყო, მწყერი ყავდა ალგებიადეს. ეს წერი ერთხელ გაუფრინდა თუ დაეკარგა თუ რა იყო, არანაირად დაიკარგა რა იცი სიტყვით. ამან გამოაცხადა რომ ვინც ამას დამიბრუნებს, ჩემიო სიკვდილამდე მეგობარი იქნებაო და ვერცხლსო მივცემო. ბიჭო ამან მოუყანა ეს ანტიოქია. და მე მთელი ცხოვრება ყველაზე უფრო სანდო მეგობარი იყო რა მისი და რო წავიდა აბიდოში ამან არც ადმირალი სხვა ესენი ახლა ხო იყვნენ ოფიცრები ფლოტში ბიჭო თავისი და მესაჭეთი იყო მის გემზე ალკიბიადე ხო იყო საადმირალო გემზე თავის გემი ხო ყავდა და იმის მესაჭეობა ძალიან რთული პროფესია იყო რა საერთოდ გემზე აი შუა საუკუნეებში და მანამდე და ძველ სამყაროში პირველი ხმა ქონდა როცა გადაწყვეტილებას იღებდა უნდა მიეცა ხმა ადმირალს და გადაწყვეტილებას თუ არ ეთანხმებოდა მესაჭე კაპიტანის გადაწყვეტილება არ ითვლებოდა ეს ანტიოქე დანიშნა და წავიდა აბიდოში ეს ანტიოქე ეტყობა რომ ურიგინებდა ცოტას რატომღა ჩათვალა რომ ალგებიადეს ჩამოსვლამდე მე აქ სპარტელებს დავნაყავ ხო ახლა იქ ლისანდრეს ბანაკში იციან რომ ალგებიადე წავიდა ეს გამოიყვანს დილით ფლოტს დაიწყებს მას დაალაგებს ხო და გამოდით თუ მაგრები ხარ და გამოვიდნენ ისინი სპარტელები და დაამარცხეს სასტიკად 30 გემი დაკარგა ამ ანტიოქე ლიზანდრემ გაიმარჯვა 3 წელია ერთი შეტაკება არ მოუგიათ არსად სპარტელებს და უმცირესი 70 გემი თუ 60 გემი 80 გემი დაამარცხა 30 გემი დაკარგეს ვიჯო ათენში დაინგრა ყველაფერი რომ ეს რა უბედურება დაგვემართა რა შეუთვალეს ახლა სასამართლოში არ მიუციათ მაგრამ იქ ახლა სავსებით სამართლიანად გამოვიდა ხალხი და იძახის რომ ჯო რა უფლებით გადაეცი მესაჯეს რა კი არის შენი მეგობარი მაგრამ ომია ძმაო რა ვიღაცა ოფიცერს რატო არ ამ სულელს როგორ გადაეცი რა სარდლობა რა და სახალხო კრებას მიიღეს გადაწყვეტილება გადააყენეს ალკიბიადე სარდლობიდან დემოკრატია იმუშავა ჯო პრინციპში სწორი უპასუხისმგებლო ქმედება ეს ახლა კი გააფრთხილა რომ ბრძოლაში არ შეხვიდე დაეტიე ტყავში მანდ იყავი მაგრამ ახლა ამდენი ხანია კაცს იცნობ ხო უნდა იცოდე რომ არის სულელი რამ გაიყვანა საომრად ხო გადააყენეს ალკიბიადე და ალკიბიადე ათენში ახლა სასამართლო არ ყოფილა მაგრამ გადააყენეს ახლა ის აღარ დაბრუნდა ათენში ახლა ასე თავსლაბ დასხმული არ დაბრუნდებოდა ეს საკმაოდ ამაყი დამპარტავანი კაცი იყო და თრაკიის ხერსონეში ჰქონდა დიდი მამულები და იქ დარჩა აი თრაკიის ხერსონესი არის უკიდურესი ყვითელსაც უყურებთ იქ ჰელესპონტის გასასვლელი აბიდოსი აწერია ისა თრაკიის ნახევარკუნძული თრაკიის ხერსონესი ხონდა იქ საერთოდ ბევრ ათენელაი მილტიადეს ჰქონდა კიმონს ჰქონდა და იქ ათენელების იყო ეს ტრადიცია მიწები ჰქონდათ იქ დიდი და იქ დარჩა ჩაეხსნა ამ ამბავს იმის შემდეგ ბერძნულ პოლიტიკაში აღარ მონაწილეობს მონაწილეობს όμως ჯერ არა ხო საინტერესო ისე რომ ეს ლისანდრე არის ძალიან გაქნილი კაცი მას აქვს პირადი ურთიერთობა უკვე ლიდიაშიც სპარსეთშიც შეიცვალა რაღაც სიტუაციები დარიუს მეორე აღარ არის მეფე ტახტზე ავიდა მისი შვილი არტაქსერქსე მეორე ამ არტაქსერქსე მეორეს ყავს ძმა უმცროს კიროს უმცროსი მერე ეს
შემდეგ მოგზაურობებში ძალიან საინტერესო სიუჟეტური გმირია კიროს უმცროსი. ეს ლისანდრე მეგობრობს ამასთან, კიროს უმცროსთან და არტაქსერქსემ ტისაფერნის მაგივრად ლიდიის სატრაპიაში თავისი უმცროსი ძმა კიროს უმცროსი დანიშნა. ხო, და კიროს უმცროსი და ეს ლისანდრე ძმაკაცები არიან, სპარტელების სარდალი, რომელმაც გაიმარჯვა მილეტის ბრძოლაში, ხო. ხო, იმას ქვია ნოტიონის ბრძოლა. 406 წელს მოხდა ნოტიონის ბრძოლაში დაამარცხა ეს სულელი ანტიოქე, მესაჯე, ხო, და ათენში ახლა, ეს არის რა ქვია, გადაირჩიეს ის და მოუწია ახალი სტრატეგოსების არჩევნა, 10 სტრატეგოსი აირჩიეს ათენში. ერთ-ერთი ვინ არის, იცი? პერიკლე უმცროსი, პერიკლეს და ასპაზიაშვილი. ჩვენ ხო გვახსოვს პერიკლემ რომ მოქალაქეობა გააუქმა, რომ ორივე მშობლით უნდა ყოფილიყო, მერე ორივე შვილი რომ ჭირის დროს დაეღუპა, შეიტანა ათენში ახალი გამოპროექტი, რომ ვისაც კანონიერი შვილი არ აღავს დედითაც, თუ სხვა ქალისგან ყავს, ისიც იყოს და პერიკლეს მოქალაქეობა მიცეს, პერიკლე უმცროს, ხო, პატარა ერთ-ერთი სტრატეგოსი არის. ხო და ეს კიროს უმცროსი და ეს ლისანდრე არიან ძალიან ჩაძმაკაცებული ერთმანეთთან. მაგრამ მოუწია სპარტაშიც არის ცვლილება სარდლობის ვადა 406 წელს გაუვიდა ესა რა ქვია ვადა და კალიკრატიდე აირჩიეს სარდლად. ლისანდრე ალადგა. ეს კალიკრატიდე არის აბსოლუტური ანტიპოდი ამ ლისანდრეს. ეს არის ღირსეული კაცი, მამაცი კაცი, ძველი სპარტელია რა. ეს მორალის გაველურება არ შეხებია ამას. კალიკრატიდე და საკმაოდ წარმატებით დაიწყო თავისი სარდლობა და დაიბრუნა ლესბოს, დაიბრუნა ფოკეა, დაიბრუნა მეთიმნა, დაიბრუნა, მაგრამ რა შვება ხე ამ ქალაქებს რო იღებს მოსახლეობას არ ეხება. ჩვენ ხო ნახეთ სისასტიკეები კერკირაზე, ლესბოსზე და ამბები და ისენ ხო ცუდად ექცევიან უკვე ბერძნები. ეს მეთიმნა რო აიღო და ტყვეთ აიყვანა ბერძნული მოსახლეობა, იქ ვიღაცებმა თქვეს, რომ გავყიდოთ რა, მონებათ რა და ფულს ვიშოვეთ რა. ამან თქვა ცნობილი სიტყვა, მე ბერძნებს არ ვყიდე. გაყიდა მარტო მონები. ვინც იყო ახლა მონები ყველგან იყო, მე ბერძნებს არ ვყიდე. ესეთი კაცი იყო კალიკრატიდე. ხო, დიდი ფლოტი ყავს. ხო, ახლა საინტერესო რა ის ლისანდრე რო წავიდა სპარსელებიდან ფული ხო მოდის და როცა ლისანდრე იყო სარდალი, კიროსი არ აკლებდა ოქროს სპარტელებს, მაგრამ ეს კალიკრატიდე რომ მოვიდა, ის ისეთი გათახსირებული კაცი იყო ლისანდრე, რომ კიროს უთხრა, რომ ამას ფული არ მიცე. მის შემცვლელს და პრობლემები შეექმნა ამას. ხელფასებზე, ჯამაგირზე, იმას და მე ახლა ავტორიტეტული კაცი იყო და იონიურ ქალაქებში ჩავიდა თვითონ და იმათ თხოვა ფული, რომ ემამეხმარეთო, რომ ეკიპაჟებს ფული მივცეო. წარმატებით დაიწყო რა ისინი ლაშქრობა და რაც ალკიბიადემ იონია დაიბრუნა, მისი ნაწილის დაბრუნება დაიწყო რა, ხო და მიტილენასთან მოხდა ბრძოლა. მიტილენა არის ლესბოსის მთავარი ქალაქი. ათენელების ხელშია, იმიტომ რომ მან დაიბრუნა ალკიბიადემ, ხო და აქ დგას 70 გემით დგას კონონი, ასეთი ადმირალი. ათენელი ადმირალი დაიმახსოვრეთ ეს კონონი. მერე ამ ომის მერე ძალიან დიდ როლს ითამაშებს ათენის ფეხზე წამოყენებაში. ოღონდ მერე ამ ომის მერე. კონონი 70 გემით დგას და ეს სპარტის ფლოტი კალიკრატიდე 170 გემით მიადგა. ხო და ნუ ახლა რიცხობრივად დაჩაგრეს ახლა ესენი და ეს კონონი ამ თავის ფლოტით ჩაიკეტა იმაში, რა ქვია, მიტილენას პორტში და ამათმა ბლოკადა დაიწყეს კალიკრატიდემ და სპარტის ფლოტმა დაიწყო. ათენში ჩავიდა ამბავი, რომ აი ასეთი მძიმე სიტუაცია ლესბოს ვკარგავთ.
ის ათენური შეუპოვრო, დაიწყეს ახალი შეიარაღება, 100 ტრიერა, მე ამას დაემატა 55 მოკავშირეების ტრიერ და 155 გემით მიადგნენ მიტილენას რა, ესენი. სარდლები არიან, აი ეს არჩეული სარდალი ხო სტრატეგოსები ხო ერთში ეს 10. აქედან არის 8 სარდალი წას, 2-ია და 2 დარჩა ათენში რა და 8 სტრატეგოსი უდგას ამ ფლოტს, ხო. 155 ათენური გემი და კალიკრატიდან ნაწილი ფლოტის დატოვა მიტილენაში, ხო ის კონონი ყავს ჩაკეტილი. ხო და 120 გემით გამოვიდა საომრად. კალიკრატი ან სპარტელების 120 გემი და ათენელების 155 გემი და მოხდა არგინუსის ბრძოლა 406 წელს რა წერია კიდევაც. გაიმარჯვეს ათენელებმა. ათენელებმა გაიმარჯვეს, დამარცხდნენ სპარტელები და ეს კალიკრატი და ეს ღირსეული კაცი ჩავარდა ზღვაში და დაიხრჩა. სპარტელების ფლოტი გაანადგურეს, 70 გემი დაკარგეს სპარტელებმა არგინუსის კუნძულების ბრძოლაში და 25 დაკარგეს ათენელებმა, მაგრამ მოხდა ასეთი ამბავი, ბრძოლა რომ თავრდებოდა, ამოვარდა ქარიშხალი. ასეთი წესი იყო, ასეთი ბრძოლის მერე კუდრები უნდა ამოიყვანო დაღუპულები და ვინც კიდე გადარჩენილია გადარჩინა ნამსხვრევებზე. ისეთ ქარიშხალი ამოვარდა, რომ ათენელებმა თავისი კუდრები და ისინი, ვინც წყალში იყვნენ, თავისენები ვერ გადაარჩინეს გიორგი. დაიღუპა ბევრი, აი ეს 25 გემი ხო ჩაეძირათ ახლა ის ეკიპაჟები და ვიღაცები ცურავდნენ იქა და ეგონათ რომ გადაარჩენენ, მაგრამ ისეთ ქარიშხალი ვერ ვეცხვირ ვეღარ გამოყვეს რა. მოხდა ესეთი ამბავი. ათენში ჩავიდა ეს ამბავი. უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს არგინუსის ბრძოლა არის, დიდი გამარჯვება არის, მაგრამ რატო არ ამოიყვანეთ კუდრები და ცოცხლები? ჩავიდნენ ახლა ეს სტრატეგოსები 8 კაცი. მათ შორის პერიკლე უმცროს. ათენში დაიწყო გამოძიება, რატო არ გადაარჩინეთ ისინი? ქარიშხალი იყო და ახლა გამოძიება როგორ ხდება? საბოლოო ჯამს ჩვენ ხო ვიცით, ეკლესია იღებს ყველა გადაწყვეტილებას, მაგრამ ბულე ამზადებს საკითხს. ბულე გვახსოვს ჩვენ 500-თა საბჭო არის, მაგრამ ყველა 500-ვე არ იკრიბება ყოველ თვე, პოლიტიკური თვეები, სამოქალაქო თვეები ჰქონდათ 36 დღიანი. და ბრიტანიები, ანუ 50 კაციანი თავმჯდომარე, ბრიტანია ნიშნავს თავმჯდომარეობას. ამ ბრიტანიაში, რომელიც განიხილავს ამ საკითხს, ერთ-ერთი არის სოკრატე. ერთ-ერთი წევრი არის და გამოიტანეს საკითხი. რატო არ გადაარჩინეთ? ახლა ეს სარდლები, მათ შორის ეს პერიკლე უმცროსი თავს იმართლებენ, რომ ნუ ქარიშხალი ამოვარდა და რომ დაგვეწყვა, ჯერთ ვერ ამოვიყვანდით, მე ვერ მივაგნებდით და მე შეიძლება ან კონცხზე დამარცხებულიყავით, ან რაღაცა, ან ჩვენ შეიძლება ჩავძირულიყავით რა. ნუ წავიდა ახლა გარჩევა, წავიდა და ახლა ამ 50 კაციანი ბრიტანიიდან სოკრატე გამოვიდა ამათი დაცვით რა, აპოლოგიით. მაგრამ სოკრატეს გარდა ყველამ თქვა რომ მიქარეს სამგენ, მაგრამ და თავის მეგობრები არ ბიჭო მიუსაჯეს სიკვდილი ამ 8-ს. სიკვდილი დაჟა მიუსაჯეს. გამარჯვებულ სტრატეგოს. გამარჯვებულ სარდლებს, აი უცნაურობები, აი რო კითხულობ ახლა ამ ძველი ათენის და განსაკუთრებით ამ პელოპონესის რაღაცას ეს ათენელები გამოასწორებენ, მე აუცილებლად სისულელეს ჩადია. მიუსაჯეს ახლა სიკვდილი დაჟა იყო შხამის დალევა. 2 გაიქცა. მაგრამ 6 დარჩა და 6 მოკლეს. პერიკლე შვილი მოკლეს. ამან ახლა ფლოტში გამარჯვებულ ფლოტში გამოიწვია, ნუ რა ვინახართ რა ეს საერთოდ ეს ახლო ხო კრება რა უბედურება. დიდი სტრესი გამოიწვია ათენში. 10 სტრატეგოსიდან 6 სახელმწიფო მოკლა. რატო რომ
ნუ ვერ გადაარჩინეს ახლა ნორმალური ამინდი რო ყოფილიყო ბოროტის ზრახვა ხო არ ქონდათ იმათ რა ვერ ამოვიყვანდით ამ მკვდრებს და ვერ ამოვიყვანდით ცოცხლებს ვერ უშველიდით რა ამორიცხულდი მაგრამ მაინც მასაკნეს რა მოხდა ესეთი ამბა უბედურება მოხდა რა მომავალ წელს სპარტელების ფლოტში დაბრუნდა ლისანდრე ეს ზირგავარნელი კაცი და კიროსთან აფრინა ადამიანი იმან აღადგინა დაფინანსება აბარა პადელნიკები იყვნენ კიროს უმცროსი და ლისანდრე ის კიროს უმცროსი ძალიან საინტერესო ტიპი იყო რახან დაფინანსება აღდგა მიიღეს გადაწყვეტილება რომ ჰელესპონტი და პროპონდი და ამ სრუტეები უნდა წავართვათ ათენს ალკიბიადე გაქცეულია აგერ გამარჯვებული სარდლები თვითონ დახოცეს და წავიდა ბრძოლა პურისათვის ხორბლისათვის ვის ხელში ჩავარდა და ხორბალი მოდის შავი ზღვიდან ახლა ამჯერად უკვე ათენელების ხელში ლისანდრეს სამხედრო განაზრახი არის რომ პროპონდიდა უნდა ჰელესპონტი უნდა წავართვათ და პროპონდიდა უნდა წავართვათ და დიდი ფლოტით გაცურა 150 გემი იყო თუ არ ვცდები ხო 150 გემი იყო რა ათენელებს უფრო დიდი ფლოტი ყავთ იქ 180 გემი ყავთ მაგრამ არიან ძალიან დაზიანებული ამ სარდლების დახოცვით რა და ამ ფლოტის სარდალი ფილოკლეც ასევე დაკომპლექსებული ნუ რამე არ შემეშალოს მეც არ დაბალებიან შხამი აქ არის ის კონონი მე რო გითხარით მიტილენასთან რო დამარცხდა იმასთან სპარტელებთან და მე რო ჩაიკეტა და ისა მე რო აღადგენს ათენის დიდებას ეს კონონი ძალიან საინტერესო კაცი იყო ერთ-ერთი სარდალი არის კონონი მაგრამ მთავარ სარდალი არის ფილოკლე რა ესენი დგანან აბიდოსთან კერძოდ ცესტოსთან დგან იქ ჩანს ეს ეგოსპოტამოს საწერია აი 405 წელი 405 წელი არის ეგოსპოტამოს ათენელების ფლოტი დგას სესტოსთან ახლოს სესტოსი არ აწერი აბიდოსის ზემოთ არის სესტოსი ევროპულ ნაწილში და აზიურ ნაწილში ქალაქი ლამფსაკი არის ლამფსაკში დგას სპარტელების ფლოტი 150 180 არიან 150 არიან პელოპონესელების სპარტელები ლისანდრეს ფლოტი და 180 ათენელების ფლოტი არის და ბაზა როგორ არის ახლა სპარტელების ბაზა არის ლამფსაკი ანუ პორტში დგანან დაცულები არიან ეს ათენელები რაღაც არეულად არიან გვერდზე არის სესტოსი თავისი კარგი პორტით მაგრამ იქ პორტში არის სანაპიროზე არიან განლაგებული პლაჟზე ათენელების ფლოტი მეტნი არიან და გონიათ რომ სპარტელებს ეშინიათ მათი და ის მართლა არ გამოდის ის ლისანდრე იგივე ტაქტიკა აქვს რაც გააკეთა ნოტიონის ბრძოლამდე ხო რო არ გამოდიოდა და მე გამოვიდა ხო და აჩვევს ასეთ რამეს დილით მიდიან ეს ათენელები მივლენ ამათ პორტთან დაეწყობიან საომრად ანუ იწვევენ საომრად ის არ გამოდის მერე უგამბრუნდებიან თავის პლაჟზე ათენელებს აქვთ ერთი პრობლემა რა საჭმლის პრობლემა აქვთ ანუ ინტენსიური მომარაგება არ ხდება და თვითონ დადიან დაბოდიალობენ იქ სესტოსის ბაზარში დადიან იქ სოფლებში დადიან თვითონ ყიდულობენ საჭმელს და ეს ფლოტი მათი გემები რომელიც სანაპიროსთან დგას ნახევრად სარიელე ნახევრად გემი მთლიანად იცლება დილით გავლენ საომრად ისე რომ არ გამოდიან მე ბრუნდებიან გემებს მიატოვებიან და შეესევიან და ადიან საჭმელს ეძებენ ზოგი ნადირობს ზოგი ლაზღანდარობს ზოგი ისვენებს რაღაც ერთობიან რა ერთი დღე ორი დღე სამი დღე 4 დღე 5 დღე გადიან ელოდებიან ისინი არ გამოდიან მერე ესენი ბრუნდებიან და ამათმა ეს ლოდინის პერიოდი როცა გამოდიან საომრად ათენელები და იწვევენ საომრად შეამცირეს
ადრე დილით გამოვიდოდნენ, დადგებოდნენ ამათ წინააღმდეგ და მე საღამოს ბრუნდებოდნენ, მაგრამ მე ჩათვალეს ეს პარტელებს ეშინიათ ჩვენი გაც ვერ გამოდიან და დილით 1-2-3 საათით გამოდიოდნენ და მზერო იყო ცაში უკვე და ჯერ შვადღეზე ბრუნდებოდნენ უკან უკვე. ან მოადუნეს ყურადღება. ამ დროს ამ ათენელების ბანაკში ამ პლაჟზე ვინ მოვიდა, იცი? ალკიბიადე მოვიდა. იქვე ცხოვრობს თრაკიის ხერსონეში. მოვიდა ამ სარდლებთან მოვიდა, ეუბნება რუჯო, ქისჯები ხო არა ხართ? ფლოტი პორტში რატო არ აყავთ? ესენი რო გამოგივარდნენ იქიდან. ასე დაცლილი რო არის გემები და ასე რო დაბორიალობთ. გადადით სესტოსში. სამხრეთისკენ წაიწიეთ სესტოსის პორტში დააყენეთ გემები და რაც გინდათ მე კი ისე გიტეხეთ ისქენით იქაგაც ვეღარ შემოვლენი. ამათ მე ქვია დაიწყეს. ფილოკლემ რომ შენო ახლა გულზე ხარ გასიებულიო ჩვენი ოქშურსო ეს ადამიანური სისუსტეებია და შენ საერთოდ ჩვენო ომიწაგვაგებია ლამისო რა და აქო აღარ მოხვედი მეორეთო. ერთადერთი ვინც დაუჯერა არის კონონი. ეს კონონს მუდმივად გამზადებული ყავს 8 გემი. ყოველთვის სავსე ყავს ეკიპაჟებით. აქვე არის სახელმწიფო გემი პარალეა, 2 ხო იყო ერთი. სალამინია, რომელმაც ცუდი ამბავი ჩაიტანა იმაში, რა ქვია, სიცილიაში და აქვე არის როგორც სადესპანო გემი, არის პარალეა. კონონ ძალიან დააფიქრა ალკიბიადეს სიტყვებმა და 8 გემი ყავს, რასაც მეთაურობს ის გამზადებული. დაანჩენები არის ასე. წამოწოლილები არიან, ზოგი ბანაობს, ზოგი დადის, ზოგი საჭმელს ეძებს, ზოგი სესტოში ჩადის ბაზარში, ვიღაცები ქალებს დაძდევენ იქა, არის ერთი აბსოლუტურად დემორალიზებული. მე-6 დღეს როცა გამოვიდნენ, დილით მივიდნენ, იადგნენ სპარტელებს და რამოდენე, ავიც, ალბათ 1-2 საათში დაბრუნდნენ უკან. ლისანდრე რაშვება. აგზავნის პატარა გემს. და ავალებს ასეთ რამეს, რომ გაყევი ამათ. აი რომ მივლენ, რომ დაიცლებიან, რომ გადავლენ სანაპიროზე მობრუნდი უკან და ნახევარ გზას რომ მობრუნდი დრო რომ მოიგოს, ნახე რა ტიპია. ნახევარში რომ მოუახლოვდები ჩვენ ფლოტს, ნიშანი მოგვეცი ფარით მზის ანარეკლს. და სანამდე ისინი უკან გაცურდნენ, ეს უკან პატარა გემი წავა, ამა 100 მთელი ეკიპაჟებია, 150 გემი არის გამზადებული, დალესილი, შეიარაღებული ეკიპაჟები, ჰოპლიტები, ყველაფერი. ის გავიდა იქ შეამოწმა ისინი, რომ მობრუნდა შვაგზიდან მიცა ნიშანი და დაიძრნენ ესენი რა. სპარტელები და წამოადგენ ამ საწყლებს თავზე რა. ამოადგენდა ნუ აბარ ასუზავდნენ ახლა. 140 გემი მარტო ტყვეთა იყვანეს. цаრიელები დახვდათ. ნაპირზე ვინც ნახეს ხო დახოცეს და ტყვეთა იყვანეს და საღამომდე მე ელოდებოდნენ ის წაბოდიალებულები, როდის მოვიდოდნენ და ასე ნაწილ-ნაკი ჯგუფ-ჯგუფად მოაგროვეს, ბიჭო აიყვანეს. 18000 მეხოფე აიყვანეს. მაშინვე თავის ფლოტში გადაიყვანეს. მეხოფები უკვე ძვირფასი ამბავია. მაგრამ ტყვედ ჩაიგდეს 3000 ათენელი ჰოპლიტი, რომლებიც ათენის მოქალაქეებია. ყველა დახოცეს გიორ. არც ერთი არ დატოვეს ცოცხალე ეს. ლისანდრ ხოთაშვილის სპარტაში მე ამან ისეთი გამოიწვია ძალიან და ეს აგისი მეფე აგისი და მე პავსანიოს მეორე მეფე დაუპირისპირდა ამის გამო. ლისანდრეს ხო და ყველა დახოცეს, გადარჩა მარტო ეს კონონი თავისი 8 გემით, რომ დაინახა, რომ მოდიოდნენ ისინი ბრძოლაში აღარჩა აზრი არ ქონდა. განერიდა. ეს 8 გემით წავიდა, მე კვიპროსზე გაიქცა. კვიპროსზე ხო. და გადარჩა ეს პარალეა, სახელმწიფო გემი, რომელმაც ამბავი ჩაეტანა ათენში, რომ ფლოტი აღარ აყვავს. დამთავრდა. ათენი დარჩა აბსოლუტურად უჯაროდ. ფლოტის გარეშე შეუიარაღებელი, გაუბედვა, ტიტველი, დარჩა ათენი.
ეს მოხდა ეგოსპოტამოსი, ბრძოლა ეგოსპოტამოსის ბრძოლა ხარ რას ნიშნავს? არ არის ამ ადგილის ლოკაცია მოხდენილი, იმიტომ მდინარე იყო პატარა სესტოსსა და ლამსაკს შორის. ლამსაკი იყო აზიაში, სესტოსი ევროპაში. ვერავთ ვერ მიაგდეს, როგორც ჩანს დააშრა ის პატარა მდინარე იყო. ეგოსპოტამოს ნიშნავს თხის წყალი. წყარო. პოტამოს არის წყალი. აი ჰიპოპოტამოს რას ნიშნავს? წყლის ცხენი. ჰიპოს არის ცხენი, ეგოს არის თხა. თხის წყაროებთან მოხდა ეს ბრძოლა, სადაც ჩაესვენა ათენის მზე თავისი სისულელის, თავისი გაუცნობიერებლობის და ბევრი რაღაცების გამო დაიღუპა და მერე 404 წელს მიადგნენ ათენს რა. ეს ამოვიდა ლისანდრე რა დაკეტა პირევსი ზღვიდან, ხმელეთიდან, ალყა შემოარტყეს ათენს, დაიწყო შიმშილობა, 4 თვე გაგრძელდა. შიმშილობა და აპრილში ათენი დაეცა. სპარტაკელებმა გაიმარჯვეს. დაეცა. თერამენე გახსოვს ის ზომიერი ოლიგარქი. მოლაპარაკება რო აწარმოა, რო გითხარი ანტიკრიზისული პოლიტიკოსი იყო ათენი, თერამენეს ზავი ქვია, ამას ზავია კაპიტულაცია. შევიდნენ ათენში სპარტელები, ლისანდრე შევიდა და პირველ მოთხოვნა რაც იყო, რომ გრძელი კედლები უნდა დაინგრეს. და დაანგრეს ძელი კედლები თავისი ხელით ათენელები, რო ანგრევდნენ ამას. ეს პარტელები იდგნენ და სამხედრო ფლეიტებზე მღეროდნენ რა ქვია სამხედრო პიანებს. ესე იგი ძალიან შეურაცხყოფა მიაღწევს. ხო. ახლა ბედია გადასაწყვეტი ქალაქის, რა უყოთ ათენს. ახლა სპარტა მარტო არ წყვეტს ბედს, დაუძახეს მოკავშირეებს. კორინთო და თებე ყველაზე უფრო გამწარებული ვიწყავდათ ათენელებს. კორინთო და თებე და როგორც ჩანს კიდე სხვა მოკავშირეები ოღონდ არა ყველა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია ყველა, რომ მე ვარაუდობ, რომ მეგარაც იქნებოდა აქ. ითხოვენ, რომ ათენი დავანგრიოთ, მოვთხაროთ და მოსახლეობა ტყვედ გავყიდოთ და ატიკა გადავცეთ ბეოტიას საძოვრებისთვის. მოკავშირეები ამას ითხოვენ. არა სპარტიდან მოვიდა უსასტიკესი ბრძანება. გერუსიის, მეფეების და ეფორების. ხელი არ ახლოთ ათენს. ათენს აქვს განუზომელი დამსახურება საქართველოს საბერძნეთის გადარჩენაში და ათენი დარჩება. ხელს არ ახლებთ. არავინ ტყვედ არ გაიყიდება, არავინ მონობაში არ წავა და მოკავშირეებო, დიდი ხათრი გვაქვს თქვენი, მაგრამ ხელები დაიმოკლეთ. ათენს ვერ შეეხება ვერავინ. განაირები იყვნენ ის. სპარტელი. ხო პირიქით რომ მომხდარიყო, ათენელები დაინდობდნენ იმათ, არ ამგონია. იმიტომ რომ ამ ომში დაუნდობლობებს ორ მხრივია, მაგრამ კაი გვარიანად ათენელები უფრო მეც სწავლენდნენ რა. ამ ომში დაუნდობლობებს ახლა ხო. დანებდა ათენი, მაგრამ ახლა რა ჭირს არქეს კავშირს. ყველა დამორჩილდა სპარტას. ორი ქალაქი არ დამორჩილდა. სამოსი და ნავპაქტოსი. კორინთოს ყურეში აწერია კაი აქ იყო. აი ლოკრიდა რო აწერია, ხედავთ, ყვითელი. ესა ოზელის ლოკრიდა, იმიტომ რომ იყო ოპუნის ლოკრიდა, რომელიც სპარტის მხარეზე იყო და მანდ იყო ქალაქი ნავპაქტოსი. მესენელები რო გარბოდნენ ჰილოტები. ათენელებმა ჩაასახლეს იქა და ეს იყო ციხესიმაგრე ათენური იმესი რა. მომხრე ყველაზე ერთგული მოკავშირეები იყვნენ ათენის და ნავპაქტოსი და სამოსი არ დამორჩილდა და მე იერში დაიღეს რა და მოსახლეობა დაფანტეს, ახლა ტყვეთ არ გაუყიდიათ, მაგრამ სამოში ოლიგარქია დასვეს, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ სადაც გინდათ იქ წადეთ რა და აქაც იგივე ქნეს ნავპაქტოში, არ წერია აქ. თუ წერია, ამეც.
აი აქაიას ჩtildetzen ლოკრიდა აწერია ხო ოზელის ლოკრიდა ხოლმე ახლა რა პირობა როგორ ცხოვრობს ათენი ახლა არქე დაშალეს კავშირი დაშალეს სპარტა არის მთელი საბერძნეთის ბატონი და პატრონი ახლა როგორ იმართება დემოკრატია გააუქმეს რა თქმა უნდა პირველი რაც ხნა ლისანდრემ დანიშნა 5 ეფორი სპარტის სისტემას ქმნეს პირდაპირ დაარქვა 5 კაცი აირჩია ათენური ოლიგარქიული წრეები და ჰეტერიები ჩაერთნენ ძალიან ეს ათენური საიდუმლო ორგანიზაციები და 5 ეფორი დაინიშნა და გადაწყვიტეს რომ 30 კაციანი საბჭო უნდა შეიქმნას რომელიც მართავს ანუ გერუსიას ამსგავსებენ იქ 28 გერონტი იყო და 2 მეფე ხო ანუ 5 ეფორი 30 ისა რა ქვია საბჭოს წევრი მე ამას გვიან უფრო რომაელებს დაარქმევენ 30 ტირანის მმართველობა ხო ნუ ტირანია ხო კონსტიტუცია უნდა გაუქმდეს, ეკლესია უნდა დაიხუროს, ყველაფერი იხურება, ყველა ინსტიტუციები და აი ეს 30 კაცი რო ახალ კანონებს დაწერს, მერე კეთილს ინებებ და სახალხო კრებაზე გაიტანთ ამას ერთჯერადად, ხო და ეგ იქნება ათენის მმართველობა. როცა გამოიტანეს ეკლესიაზე ეს ამბავი, ნუ აყაყანი ატყდა ახლა იქ რა ტირანიას და სპარტას გვიწყობთ აქ. დიდი ის იყო რა ქვია უკმაყოფილება ათენელებში და გამოვიდა ეს ლისანდრე მივიდა შეიარაღებული სპარტელების რაზმით და ეკლესიას გამოვიდა შეიარაღებული და თქვა რომ თქვენ საერთოდ ჭკუაზე თუ ხართო რა ვისაც არ გინდათო დადოვეთო ეკლესია დადითო გენჯისყრაში არ მიიღოთო მონაწილეობა ვინც დაეთანხმებთ ამას დაეთანხმებთ და ხმა მიეცითო თორემო აგერ ხო ხედავთ სპარტის სამართალი ეს არის ეს რაზმია ხო აი ეს საშუალო ამორჩეველი და ვარქვა თუ შვაფენა თუ საშუალო ფენა დემოკრატიის რეალური მომხიბება დატო ვინ დარჩნენ ოლიგარქები და ოხლოს ბრბო აგენჯი უყარეს ახლა როგორ რაღაცა ამ 30 ტირანის საბჭოს ვინ ირჩევს 10 აირჩიოსო ეკლესიამ თქვენ აირჩიეთ თუ აგერ ვინც გინდათო და 20-ო დანარჩენ 20-ო ეს 5 ეფორი დანიშნავს ნუ ახლა ეს ეფორების პარტელების დანიშნულებია ხო ლისანდრემ დანიშნა თვითონ ნუ ფაქტიურად 5 პლუს 30 35 კაცი მართავს ამას ეძახიან ძველი ბერძნებიც მე რომაელებმა დაარქვეს და ისტორიკოსები 30 ტირანის მმართველობას ეძახით სოთაშორის ამის წინააღმდეგ წავიდა ისევ სოკრატე რა ხო ბრბოდა ოლიგარქია აგერ კიდევ ნახეთ კომბინაცია ძალიან დიდრევი და ღატაკები ერთად არიან რაღაცებს ხوار გაგონებთ ისე საინტერესო ეს არის რომ ამან დატოვა 700 კაციანი გარნიზონი აკროპოლისში ლისანდრემ ხო და დანიშნა ჰარმოსტი ნიშნავს დამამშვიდებელს თავის მომკრებს ფუძე სხვადასხვის ამ სიტყვის არის ჰარმონიაც იქიდან მოდის წესრიგი ჰარმოსტი არის გუბერნატორი ფაქტიურად სპარტის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ათენში მე ამ ჰარმოსტებს ყველგან დანიშნავენ მთელ საბერძნეთში ისე გათავხედდებიან ამას უკუ პროცესი იქნება სხვადასხვის მის მოკავშირეებშიც კი და მე აბსოლუტურად გამოიცვლება რაღაცების მე გვექნება ჰარმოსტი არის დამამშვიდებელი თავის მომყრელი მომწესრიგებელი აი 700 კაცი რაზმი დატოვა ჰარმოსტი ანუ სამხედრო ძალით არის გამაგრებული ეს 30 ტირანის ხელისუფლება კაი მოვიდა ეს 30 ტირანი სხვადასხვის ერთ-ერთი იყო სოფოკლე ტირანაში
მოვიდნენ ესე ხელისუფლებაში, მოვიდნენ ახლა ხო და მართონ ქვეყანა, ქალაქი. იბატონო, პარტიის ყმები არიან. მაგრამ ხო პური ხო უნდა შემოვიდეს ქალაქი, შიმშილია, უბედურება, ფული არ არის, ხაზინაც არიელია, დაძრებიდან თვითონ გაიტანეს ომის დროს, ვერცხლი და ოქრო, აფერი არ აქვს, საჭმელი არ არის და მიიღეს გადაწყვეტი. კრიტიასი იყო ასეთი კაცი. ორი კაცი მართავს, ორია ყველაზე კრიტიასი და იგივე ის თერამენე. თერამენე დალაგებული ტიპი არის რა. ყოველთვის ცდილობს ათენის გადარჩენას. ეს კრიტიასი არის მანიაკი. ამათმა დაიწყეს როგორ შეავსონ ახლა ეს ხაზინა. კრიტიას გამოვიდა 30 ტირანის საბჭოზე და თქვა რომ ვინცო მდიდარი არისო, დავხოცოთო ისენიო და ქონების კონფისკაციო და დაერიან არისტოკრატებს, ვისაც ფული ქონდა და იმ ოლიგარქებს. ფულიან ხალხს დაერიან. ახლა საინტერესო წიანდებით შევიდა კიდე საბჭოში ეს კრიტიასი. თქვენ 30 კაციო, ჩვენ 30 კაცი რო ვართო, ჩვენც ხო გვინდა რომ შევინახოთო ჩვენი ოჯახებიო და კარგად ვიცხოვროთო, ამიტომ ყველა ჩვენთაგანმა ამ 30 კაცმა თითო მდიდარი მეტეკი ავირჩი, მეტეკები უცხოელები არიან. არა მოქალაქეები, ოღონდ ბევრი იყო მდიდარი. ამიტომ ჩვენც რო კარგადო ვიცხოვროთო, ყველამ თითო მეტეკი მოვკლათო. მოვკლათ, მკვლელობა ჯერ სადახა. მოვკლათო და მათ ქონებები წამოვიღოთ. 30 მეტეკი დაკლეს. ოჯახებიან დამოწყვიტეს. საშინელება ხდება ათენში. და დაიწყეს ტერორი დემოკრატიულ ლიდერებს, ყველას დაერიან. 8 თვეში მოკლეს 1500 მოქალაქე. 1500 მოქალაქე მოკლეს. კრიტიასი შვება ამას. და ეს თერამენი ამ 30 ტირანის საბჭოს გამოვიდა, თქვა, შენო გიჟი ხო არა ხარ, რეებში, რას უშვები ქალაქსო და ესეც პასუხისგებაში მიცეს თერამენი. დაიჭირა ამ კრიტიას. ჩააგდეს ციხეში და მიუსაჯეს სიკვდილი. თერამენეს, ანტიკრიზისულ პოლიტიკოს. მან მოაწერა ზავს ხელი კაპიტულაციას. მიუსაჯეს სიკვდილი დაჟარ შხამი უნდა დალია. არის ასეთი გადმოცემა რომ მიაწოდეს თასი თერამენეს. დალია ნახევარი. ეს ნახევრად სავსე ჭიქა გაუწოდა ჯალვაც რა. გამომართვი რატო არ სამ ბოლომდე. ესო კრიტიას შეუნახეთო, იმიტომ მალე დაალევიებენ მაგასაც რა. იმას შეუნახეთო რა. თერამენიც მოკლეს. საშინელება ხდება, წარმოუდგენელი ამბავი, რო არ მომხდარა ისეთი ამბავი ხდება, 1500 მოქალაქე მოკლეს. ეგოს პოტამოში იმან ლისანდრემ 3000 მოქალაქე მოკლა ბრძოლაში. და ამან შვიდობიან ქალაქში 1500 მოქალაქე მოკლა, მეტეკებზე და იმგეზე აღარ არის ლაპარაკი რა. ეს კრიტიასი არის მანიაკი რა, რაღაცა საშინელება ხო. ჯო ბევრი ათენელი გაიქცა ქალაქიდან ბუნებრივი ტერორია და იყო ასეთი თრასიბულე პატრიოტი კაცი დემოკრატი და ისეთი ამბავი ხდება რომ გუშინდელი მტრები თებე და კორინთოში ხო ჩავიდა ათენში რა ხდება საშინელება ხდება რომ კორინთელებმა და თებელებმა ეს გაქცეული ათენელები შეივრდომეს მიიღეს ისეთ საქმე შვება. ხო ახლა საინტერესო არის ამდენი ამბები მოხდება. ლისანდრე ტრიუმფით ჩავიდა იმაში, სპარტაში და ცურავს თავის დიდებაში. 4-7 ტალანტი ჩაიტანა სპარტაში, ნაძარცვი. და ძალიანაც თავში აუვარდა, რაც სპარტის მეფეებს უკვე ლისანდრე კი არა, ხო, ლისანდრე, ხო. და სპარტაში უკვე ორი მეფე არის, აგისი და ესა რა ქვია, პავსანიოსი. ამათ არ მოძონთ, არც ეფორებს არ მოძონთ. ახლა რამეტანია რა. თან გზაში რომ მიდიოდა ეს პელოპონესის ქალაქები რო გაიარა, ავიც ხალხი გამოფენილი იყო გზაზე და
ახლა ომი დაამთავრა, ახლა საშინელება 27 წლიანი. ხო, ეს ლისანდრეს ჩეხება, ახლა დაუბრუნდეთ ათენს, ეს თრასიბულე და რამოდენიმე ასეული ათენელი პატრიოტი გაიქცა თებემ შეიურდომა და კორინთომ შეიურდომა და ბუნებრივი რეაქცია წავიდა, ახლა შეთქმულება დაიწყო რა. ხო და დაიწყო აჯანყება ქალაქში. 30 8 თვის თავზე, 30 ტირანის წინააღმდეგ. ახლა ის პარტიის ჯარი დგას აკროპოლისში და დაიწყო აჯანყება, ჯერ პირებში აიღეს. როგორც ჩანს, ის კორინთელები და თებელები მიეხმარენ. იარაღიც მიცეს და ისიც და არა გამორიცხული მოხალისეებიც იყვნენ იქ. ჯერ აიღეს პირებში, პორტი დაიბრუნეს თრასიბულემ და პატრიოტებმა და მერე ქალაქშიც დაიწყო აჯანყება რა და დიდი ამბავი მიდის და აერიან იმათ მომხრეებს, ოლიგარქიის მომხრეებს. ეს ლისანდრეს არ მოეწონა. პარტაშია ლისანდრე, მისი დამყარებული ბრჭყალებში მშვიდობა ათენში რევოლუციით თავდება და გადაწყვიტა რომ დავარტყათ ათენსო და დავსაჯოთო ათენი. ამ დროს უკვე მეფე პავსანიოსმა თქვა რომ დაასტოპეთ ძმაო შენ უკვე აღარ გამოვა. ჩვენ რა ხან ათენელი ხალხი აჯანყდაო, ვაცალოთო თვითონ გაარკვევენ ყველაფერსო და ნუ გაიმარჯვა იმან, რა ქვია, აჯანყება ისინი დახოცეს ისე. ყველა არა, რა თქმა უნდა. ის კრიტიასი მოკლეს. აჯანყებულება და ჩავიდა ეს პავსანიოს მეფე თრასიბულეს შეხვდა ათენში. დაიდო ხელშეკრულება რომ გავყავს ჯარი, რაც გინდა თაწის გააკეთეთ. გინდა დემოკრატია, გინდა ის, ანუ როგორ ტიპები იყვნენ აი სპარტელები რა. პავსანიოსმა დაანება ეს. ჯარიც გაიყვანეს, ჰარმოსტიც გაიყვანეს ყველაფერი, ათენმა დაიწყო ვითომ აღდგენა, მაგრამ ის ათენი არასოდეს აღარ იქნება, დამთავრდა. ეს არის კატასტროფა არის, ხო, ახლა საინტერესო არის რა დაემართა ალკიბიადეს. ჩვენ ხო ასეთი ტრადიცია გვაქვს გმირებზე ბოლოში ვლაპარაკო. ხო, ლისანდრე ცუდად დაამთავრებს. მერე კორინთოს ომი დაიწყება, კორინთოს წინა თავის მოკავშირეებთან ეკრნა და იქ დაიღუპება იმ სპარტელებს. ეს სპარტელებს, ხო. რა შეეხება ალკიბიადეს, ალკიბიადე რომ მოხდა ეს დაეცა ეს ყველაფერი ახლა ის თავის ვარსკვლავს კიდე თავის შანსებს კიდე ეძებდა ახლა რომ ათენში გადატე დამარცხებული ათენისთვის ახლა ჩავიდა და როგორც ჩანს ხალხი იტყოდა რომ აი შენ ვარ დაგიჯერე, შენ რო გადაგაყენე, ანუ მეორე შანსი ელოდებოდა. ხოლო მას ჰქონდა ერთი საინტერესო ინფორმაციას ფლობდა, რომ ეს ლისანდრე მეგობრობდა მეფე არტაქსერქსეს უმცროს ძმასთან, კიროს უმცროსთან. და ლისანდრეს და კიროს უმცროს ჰქონდათ ისინი ამზადებდნენ შეთქმულებას არტაქსერქსეს, ანუ სპარსეთის მეფის დამხობა უნდოდა ამ კიროს უმცროს ძმას, თავისი უფროსი ძმის და როგორ ჩანს ამისი ინფორმაცია ჰქონდა მას. და მაქსიმალურად ცდილობდა რომ მიეღო უფლება რომ ჩასულიყო სუზაში და ეთქვა ეს არტაქსერქსე მეორესთვის და შეთქმულება გაეხეთქა, თან სპარტელებსაც გაუფუჭებდა საქმეს, თან მეფეც გადარჩებოდა და მერე შანსები მომეცემოდა რომ აი გავხდები ფავორიტი სპარსეთის დიდებული მეფის. ვერ მოახერხა, იმიტომ რომ ჩამოვიდა ბრძანება. რა ქვია ბრძანება გასცა კიროს უმცროსმა, სატრაპმა, აგისმა, სპარტის მეფემ და კრიტიასმა, ათენის ტირანმა, იმ მანიაკმა. ჯერ არ არის რევოლუცია მომხდარი და სამივე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ალკიბიადე უნდა მოუკლათ. ხო და ფრიგიაში იყო უკვე გადასული და იქ მიუგზავნეს მკვლელები. მარტო იყო იქ. თან ახლავს მარტო მისი ბოლო სიყვარული ტიმანდრა, ძალიან ლამაზი ქალი.
ცოლი არ იყო, მაგრამ ხოლო ეს ისეთი მამაცი იყო, ეს მკვლელები რომ ამოვარდა ხმლით რა. და იმ მკვლელებმა შორიდან დაუშვეს ისრები და მოკლეს ალკიბიადე და ისე დაამთავრა, რომ მარტო ტიმანდრამ დაიტირა რა. ტიმანდრას ჩააკვდა ხელში. ისტორიამ განაჩენი გამოუტანა ალკიბიადეს. ასეთ კაც ალბათ ასე უნდა დაემთავრებია. ეს იყო მეტეორი, ციური სხეული იყო. აი, ჩამოიშხუილა და დალეწა ათენიც, სპარსისა, საბერძნეთიც და მანამდე სპარტაც. აი, სტიქია იყო რა, სტიქია კაცი იყო, მაგრამ შეფასებული ასე, როგორც არის ახლა ალკიბიადეზე დღესაც ლაპარაკობენ, ზოგი აქებს, ზოგი ადიდებს, ზოგი ორივეს ერთად შვება. აი, მაგალითად, მე ორივეს ვამბობ, ეს იყო დიდი ღირსებები, უზარმაზარი ენერგიის მქონე, სამხედრო ტალანტი, აი 3 წელი სასწაული იქნა, მკვდარი ათენი რო წამოაყენა ფეხზე. ხო? მაგრამ იყო აბსოლუტურად ზნედაცემული ადამიანი. ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის იყო შვილი თავისი ეპოქის, დაცემული, განადგურებული საბერძნეთის და დავამთავროთ ჩვენი ლექცია უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰელა და საბერძნეთი არის ნანგრევებში. პოლიციური სისტემა მოიშალა, ეკონომიკა მოიშალა, ზნეობა მოიშალა, დემოგრაფიული კატასტროფა მოხდა. ამის მერე პოლისი იმ გაგებით, რაზედა ჩვენ ამდენი მოგზაურობა ვსაუბრობთ, რომ პოლისი რა არის? მოქალაქე უდრის მეომარს. ეს მოიშალა უკვე. მეომარი მოქალაქე ჩაანაცვლა მოქირავნემ უკვე. ძალიან ბევრი ხალხი უსახლკაროდ დარჩა. სოფლები დაიწვა, ქალაქები დაიწვა, განადგურდა და თავარი პროფესია გახდა სამხედრო მოქირავნეობა. ამის მერე საბერძნეთში მთავარი სპეციალობა არის მოქირავნე. კუნძულები იყო კვიპროსი, თქვათ მაგალითად, როდოსი, სადაც მოქირავნეების ბაზარი იყო. სადაც ჩადიოდნენ რაზმების ოფიცრები, თქვათ 15 კაციანი, 30 კაციანი, 50 კაციანი, 500 კაციანი რაზმების ოფიცრები ჩადიოდნენ, ჩამოდიოდნენ მყიდველები მთელი მსოფლიოდან. სპარსეთში ძალიან ძვირფასი და დიდი მოხმარება, დიდი მოთხოვნილება გაჩნდა ბერძენ მოქირავეებს და მე ამაზე ვნახე. კართაგენში მიდიოდნენ, ეგვიპტეში მიდიოდნენ, სადარ ნახავდი ბერძენ მოქირავნე მეომარს. ასე რომ დასრულდა ეს საკმაოდ დრამატული ეპოქა, დაიწყო პერიკლეს მზით, გაბწყინებული საბერძნეთით, აი გზაზე დამდგარი, რომ სწორი განვითარებით რო წასულიყო. პერიკლეს გეგმითაც რო ეომა ათენს. ათენის გამარჯვება ალბათ უფრო პროგრესი იქნებოდა, იმიტომ რომ ახლა მიუხედავად გარკვეული სიმპათიებისა სპარტის მიმართ, ხო სპარტა იყო კონსერვატიული ჩაკეტი, კონსერვატიული ცუდი გაგებით კი კონსერვატიზმი, საერთოდ კონსერვატორი ვარ და კონსერვატიზმის მიმდევარი ვარ, მაგრამ ახლა ის კონსერვატიული არ იყო, სპარტა იყო არქაული. ჩარჩენილი იყო ლიკურგეს ეპოქაში და სპარტამ ვერ გაქაჩა საბერძნეთის ჰეგემონია. აქ მიდიოდა ომი ჰეგემონიისთვის, ანუ ბატონობი, ან ათენი, ან სპარტა. ათენს რო გაემარჯვა, ათენი იქნებოდა წარმატებული ჰეგემონი. ანუ სპარტა არ იყო გაჩენილი, მისი სახელმწიფო სტრუქტურა არ იყო იმისათვის, რომ სხვაზე გაბატონებულიყო და რაღაცა სიკეთეები მოეტანა. იმიტომ ბატონობა მარტო ცუდი არ არის, ხო, რაღაც სიკეთეები მოაქვს, სინათლე მოაქვს, სიახლე მოაქვს, ხო? ახლა სად ათენის არქე და სად პელოპონესის კავშირი, ხო? ამიტომ მივიღეთ პროდუქტი, მივიღეთ კატასტროფა, საბერძნეთი ვეღარ გასო, დღემდე ვერ გასორდა. ეს საბერძნეთი რაც არის, ასეთი რომ გადასარევი კარგი ქვეყანა, ჩვენი თანამოძმეები, ყველაფერი ბიზანტიის ბრწყინვალება გაიარა, რომის იმპერიის დროს კულტურული ჰეგემონი გახდა, ყველაფერი პოლიტიკური სიძლიერე საბერძნეთმა ვეღარ შეიძინა და აი ეს უბედურება დამთავრდება იმითი, რომ როგორც ხვადი მგელი ჩრდილოეთიდან მოვა მაკედონია და ის დაამყარებს წესრიგს უკვე საბერძნეთში და
სხვა მიმართულებით წავა უკვე კაცობრიობის ისტორია. ვფიქრობ, რომ რა ვიცი, რა ჩემეძლო, ბევრი რაღაცები არა ვთქვი, იმიტომ ახლა მე ისე ვიმეორებ ძვირფას მე რასაც გიყვებით, ესა ზღვაში წვეთი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მაგრამ მე და გიორგი ვცდილობთ იმას, რომ რაღაცა საერთო მწყობრი ინფორმაცია მოგაწოდოთ, ასე რომ პელოპონესის ომებიც დამთავრდა, მეორე დიდი ეპოქა ძველი საბერძნეთის ისტორიისა და შემდეგ გავაგრძელებთ უკვე სხვა თემატიკაზე. იგივე გავაგრძელებთ საბერძნეთის ისტორიას და უმეტესწილად ეს იქნება პოსტ პელოპონესის ომის ეპოქა. ძალიან დიდი მადლობა გუვას, კი ამბობ რომ ზღვაში წვეთივე, მაგრამ ძალიან მოცულობითი ინფორმაცია მივაწოდეთ დროების YouTube არხის მაყურებელსა და მსმენელს და ინფორმაციასთან ერთად საინტერესო არის ის, რომ ამას ყველაფერს ძალიან საინტერესო სიუჟეტური განვითარება მიყვებოდა ის ემოცია, რომელიც თუნდაც აი ამ ბოლო ორი გადაცემის თამდები იყო თავის დრამატურობით, ამ ეპოქის ლიდერების, მთავარი ფიგურების ისტორიები და ეპიკურიც ამავე და ეპიკურიც ნამდვილად. ეპიკური დაცემა იყო. საინტერესო მოსასმენი იყო ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა უთხრათ დროების YouTube არხის მაყურებლებს და შევახსენოთ, რომ თუ კი ჩვენი მაყურებელი არის ისეთი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გამოუწერია YouTube არხი, გამოიწერეთ, მოიწონეთ თავისთავად და გააზიარეთ კიდეც ჩვენ სიამოვნებით განვაგრძობთ თქვენთან ასთავარია გუბასთან ერთად მოგზაურობას წარსულში. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები.